გამარჯობათ და დღეს ჩვენ ძალიან უჩვეულო სტუმარი ყავს, უჩვეულო იმ ამბავში, რომ ჩემი სტუმრების ძირითადი ნაწილი მეცნიერები არიან ხოლმე და დღეს უკვე ჩვენ ხელოვნების სფეროში გადავდივართ და სფეროში, რომელიც ჩემთვის ალბათ ნომერ პირველია. ეს არის ხელოვნება, რომელიც თავის თავში მოიცავს ყველაფერს, ფერწერიდან დაწყებული, ლიტერატურით დამთავრებული და რა თქმა უნდა ის თქვენთვისაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ხელოვნების დარგია, ეს გახლავთ კინორეჟისურა და ჩემი დღევანდელი სტუმარი არის ალექსანდრე კობერიძე. ალექსანდრე კობერიძის მამასთან ინტერვიუ, ვისაც არ გინახავთ ჩემს არხზე, ძალიან ცუდად მოგცეულ ხართ, ამიტომ ჯერის ინტერვიუ ნახეთ და მე შეაფასეთ შვილი როგორია. სანდრო როგორც ჩემი უახლოესი მეგობრის და უძველესი მეგობრის შვილი, ჩემ შვილებთან ერთად დაბადებული და გაზრდილი და უწარმატებულესი კინორეჟისორი. აი ესე ჩვენს ხელში ამ პატარა სანდროდან უცებ გაიზარდა დიდი სანდრო, რომელსაც იცნობს მთელი კინოსამყარო. სანდრო, მე მაინტერესებს და პირველ რიგში მინდა შენ დაიწყოს სულ თავიდან, იმიტომ რომ ჩემი შვილიშვილი ნიკოლოზი, რომელიც ახლა უკვე ჩააბარა ოღონდ სხვა ფაკულტეტზე, თავიდან ფიქრობდა რომ კინოსარეჟისოროზე და მოკლედ ძალიან იყო ამით აჟიტირებული, ეხა გერმანიაში რო იყო გაცვლითი პროგრამით რაღაცა პატარა მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გადაიღეს მისი რეჟისორობით იქ იმ სოფელში სადაც იყო და ძალიან მქონდა ეს ჩამჯდარი, თუმცა და მეუთხარი უცოტ შენ ხო ვერ მეტყვიო რა ამესო, მე მეუთხარი რა უნდა გითხრა, ბიოლოგი ვარ, აი ყავს სანდრო, რომელიც ყველაფერს მოგიყვება თქო და მე რაღაცა გადაიფიქრა, ხო იცი, მაგას აქ ყველა ხო და მაგაზეც ვისაუბროთ მე, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს ეს სფერო და აი შენ როგორ დაიწყე და როგორ მოხვდი და როგორ მიხვედი აი იმ ცხოვრებამდე, როგორ ცხოვრებიცაც დღეს ცხოვრობ, ანუ სრულყოფილი, წარმატებული კინორეჟისორის ამპლუაში. გამარჯობა პირველ რიგში. მიხარია შენი სტუმარი როა. ჩვენ შენობით ვლაპარაკობთ და აბარა, ეხლა შინჭირი. რაც გადაცემაში თუ ვიდეოში მაგის საუცნაური იქნება შეცვლა. და ხო, მიხარია რომ ამ ფორმატშიც ხვდებით ერთმანეთს. ხო, იცი რა, როგორ არის ზოგადად რა, ანუ რაღაცას საქმეს რო ირჩევს ადამიანი, ანუ ალბათ ძალიან ინდივიდუალური არის ყოველთვის. ჩემთვის როცა სკოლა დავამთავრე, ნამდვილად არ ვფიქრობდი თქვათ იმაზე, რომ შეიძლება და კინო მეკეთებინა, რაღაც კინოსთან ურთიერთობა დაახლოებით იმდენივე მქონდა, რამდენიც ნებისმიერ სხვა ჩემ მეგობარს, რაც ნიშნავს, რომ გვიყვარდა კინო, უყურებდით ფილმებს, ქირავდით ხოლმე ხან კასეტებს, ხან DVD-ს და უყურებდით ერთად, მაგრამ რაღაც ეგ იყო ის რაღაც მაქსიმუმი ჩვენი დაინტერესების. და მაგიტომაც თქვათ არც მიფიქრია მაგ მიმართულებიდან ჩაბარებაზე ან რაღაცა, მართალი რო გითხრა, არაფერზე ჩაბარებაზე არ ვფიქრობდი მაინც და მაინც, იმიტომ რომ რაღაც დიდათ არაფერი არ მაინტერესებდა 17 წლის რო ვიყავი, გარდა რაღაც მეგობრების ნახვისა და რაღაც რაც ყველა 17 წლისას ახასიათებს. ხო, იცი რა, ხანდახან ზოგი არის ხოლმე რომ რაღაც უფრო აქვს რაღაც ან ინტერესი ან ისა, მე რაღაც ხო და ამიტომ მაგრამ ეს ჩაბარებაც რაღაც მნიშვნელოვანი მომენტი იყო, იმიტომ რომ ეხა კი ისე ჟღერს შეიძლება არაპატრიოტულად, მაგრამ ნუ ჯერ კიდე ეს იყო 2001 როცა ვაბარებდი და რაღაც იმდროინდელ ჯარში 2 წლით წასვლა, ნუ ძალიან არ მინდოდა. შეიძლება სადაც ცალ-ცალით ფეხსაცმელით და გამოყეული შარლით უნდა გევლო. ხო, რა ისედაც, ანუ ეხლა დღესაც არ მომინდებოდა, თქვა ჩემი ცხოვრების 2 წელი, ან თუნდაც 1 წელი რო რაღაცას დავუთმო, რაც არ ვიცი რა, რაღაცნაირად მგონია რომ ყველა ქვეყანას კიდე სხვადასხვანაირად აქვს, ან უნდა კონდეს მოგვარებული, რას ქვია, თავდაცვა და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ
და ეხა შეიძლება სხვანაირად მეფიქრა და რაღაცა დონის რაღაც ეგეთ განათლებას ალბათ მაინც მივიღებდი რომ რაღაცისთვის მზად იყო ადამიანი რა მაგრამ ნუ მაშინ ეხა მით უმეტეს ძალიან აბსურდულად მეჩვენებოდა რომ ეხა 17-დან 18-19 წლამდე შევარდნაძის ჯარში მსახურობა რაღაც ვეცადე რომ გამომერიცხა ჩემი ცხოვრებიდან ამიტომ ჩავაბარე ფაკულტეტზე სადაც იყო ყველაზე ნაკლები კონკურსი მაშინ და ეგ იყო მიკროეკონომიკა და მენეჯმენტი მშენებლობაში ესე ერქვა ამას და ну რაღაც საკმაოდ დაბალი ქულებით და რაღაცნაირი ცოტა ხელის წაკვრით და ხელშეწყობით მოხდი ამ ფაკულტეტზე და ну რაღაცნაირად ალბათ მეგონა მაშინ რომ რა შეიძლება რაღაც წავიდეს მაქეთ ცხოვრება ну რატომაც არა მაგრამ ну საკმაოდ მალე მივხვდი რომ ძალიან სადღაც სხვაგან მოხდი გამიჭირდა უბრალოდ ხო ну ვერც იმიტომ რომ ну იქ იყო რა სამშენებლო მასალები რა როგორ უნდა შეურიო ცემენტი ქვიშას და ну ძალიან რთული საგნები ხაზულობითი გეომეტრია უმაღლესი მათემატიკა რაღაცები მასალათა გამძლეობა ეს ბიჭებისგან ვიცი ჩემი მეგობრებისგან რომ ყველა საშინელი უმძიმესი საგანი ხო და ну ერთადერთი მაშინ რაღაც ეგეთი ჩამოყალიბდა რაღაც მიზნად რომ თავარია რომ არ გამრიცხონ რომ ისევ თუ გაგრიცხავენ ისევ წახვალ და იყო რომ რაღაცა სამი ორიანი სამი არ ჩათვლა არ უნდა დაგროვებოდა და ну ეს გადაიქცა რაღაც მიზნად იქ მაღალი კორპუსში მისვლის და სულ რაღაცა რაღაც ხან კონსპექტის გადაბეჭდვის რაღაცის თხოვნის და ასე შემდეგ რომ რაღაცნაირად ჩალენჯობდი რა მოკლედ ხო რო აქ რაღაცნაირად რომ გამძრალი ყავი და ნუ რაღაც დროს მივხვდი რომ ნუ ძალიან მომბეზდა ეგეთი ყოფნაც და ნუ თან რაღაც იმიტომ რომ დიდათ არც დილას მივდიოდი ხოლმე მაგრამ ნუ ლექციებზე მე რაღაც პერიოდის მერე აღარ შევდიოდი და საკმაოდ ბევრი დრო გამომიჩნდა რაღაც მეც რომ ჩემნაირ დღეში ბევრი ჩემი მეგობარი იყო რაღაც რო ხვდებოდით ხოლმე გარდა რაღაც მაიმუნობისა რაღაც იმაზეც ვლაპარაკობდით რომ აი რავი რას ვაპირებთ ამ ცხოვრებაში და გადის ცხოვრება ხო იმიტომ რომ ამაზე სალაპარაკოთ ბევრი დრო გქონდა რა ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა მაშინ მოხდა ჩვენ ცხოვრებაში და მაშინ სწორედ რაღაც ყველანი მივხვდით რომ ალბათ უნდა დავინტერესდეთ ვიფიქროთ იმაზე რომ იქნებ რა მართლა რა გვაინტერესებს გარდა ერთმანეთის ნახვისა და მაშინ იყო უკვე 2 წელი გადიოდა რაც ჩაბარებული მქონდა რომ აი ეს რაღაც ეზოში ჩასვლით რაღაცი ბირჟა ისა რაღაცნაირად გავიგე რომ თეატრალურში იყო ეგეთი ფაკულტეტი ტელეკინო მენეჯერ პროდიუსერი და ნუ ვიფიქრე რომ აი იქ ხوار გადავიდე თან რაღაც როგორც ჩანს რაღაც ინტერესი უკვე ამ კინოთი გაღვიძებული იყო მეტად ვიდრე დანარჩენებში და თან რახან საპროდიუსერო ერქვა რა ძალიან დიდი ნახტომიც არ გამოდიოდა ანუ მაინც რაღაც ტექნიკური ხო თითქოს უფრო ისეთი რბილი გადასვლა იყო მართალია თეატრალურ უნივერსიტეტში მაგრამ თქვათ არა რაღაც სახელოვნებო ფაკულტეტზე და რავი ეს ერთ დღეს მოვედი სახლში თქვი რომ ეგეთი რაღაც მინდა თქო ჩემებსაც რაღაც გაუხარდათ მე მგონი იმიტომ რომ ხედავდნენ რომ იტანჯებოდნენ რაშკარად ხო ნუ რაღაცა პირველად თქვი მე მგონი რომ რაღაცა მინდა რაღაც მაინტერესებს და ძალიან დამეხმარენ მაშინ იმიტომ ეს გადასვლა გადმოსვლაც რაღაც ისეთი ის იყო და ეგრე აი რაღაც ძალიან ინტუიტიურად გადავედი თეატრალურში სადაც ასევე ხა დიდად ანუ ხშირად ძალიან მოტივირებული გადავედი და ვფიქრობდი რომ ხა არის ის რომ შემიძლია ხა ამას დავუთმო მთელი ჩემი დრო და ენერგია მაგრამ დიდად იქაც ბევრი არაფერი ხდებოდა რა აი ძალიან ხშირად იყო რომ ვიკრიბებოდი სტუდენტები მაგრამ ხან ლექტორი არ იყო ხან აუდიტორია ხან ისა ეს არის უკვე 2002 ალბათ ხო 2003-ში გადავედი 3-ში ხო 2003-ში ან 4-ში აი და ეგ ახალი ვარდების რევოლუცია ახალი მომხდარი არის უკვე რა თუ ხდება აი რაღაც ეგ პერიოდია ხო და ისედაც ბევრი რაღაც იცვლება ქვეყანაში მაგ დროს ძალიან სწრაფად და რაღაც ჩემ ცხოვრებაშიც და მაგრამ აი ეს რაღაც ძალიან ბევრი ენერგია რომელიც მქონდა როგორც რაღაც ახალგაზრდას რომელმაც რაღაც იპოვა თითქოს რა ინტერესებს ვერსად ვერ მივმართე
რაღაცა, იმიტომ რომ იქ თეატრალურიც თითქოს ჩვენ ფაკულტეტზე კიდე ხანდახან რაღაც ხდებოდა ხოლმე, მაგრამ მაინც რაღაც მინიმალურად და ერთ დღეს მე და თომა ჩალაძე ჩემი ჯგუფელი მაშინ ძალიან ბევრ დროს ვატარებდით ხოლმე ერთად რაღაც ვთილობდით რომ გვემეცადინა და რაღაც მომზადებული ყავით ხოლმე რაღაცეებისთვის და ერთ დღეს ესე მივედი და უთხრა რომ მოდი გადავიღოთ ფილმი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო გვაქვს რაღაც გვაინტერესებს კინო, რაღაც გვიყვარს უყურებდით ხოლმე ერთად და რავი, მართლა ტყუილა დგომას და ჯდომას, რავი, ქნათ რა რამე და არ ვიცი, რაღაცნაირად აი ეგრე აი რაღაც მოჭარბებული ენერგიით და ბევრი თავისუფალი დროით დატვირთული ადამიანების რაღაც ეგეთი გადაწყვეტილება იყო, რომ აი რა ვქნათ და მოდი ფილმი გადავიღოთ. მაგ დროს ნუ ბევრი რაღაც შეიძლება რომ ქნა ხო ვიღაცამ შეიძლება სიმღერა დაწეროს, ან ისევ დგომა გააგრძელო, ან ბევრი არჩევანია, მაგრამ ნუ რაღაც ჩვენ ორივეს რახან ძალიან გვიყვარდა კინო და უყურებდით ხოლმე ერთად. ვიფიქრეთ, რომ ხო არ ვცადოთ და ნუ ეგ იყო პირველი რაღაც შებიჯება და ძალიან ისეთი საინტერესო გამოცდილება, იმიტომ რომ რეალურად რაღაცა ველოსიპედის გამოგონებასავით ხდებოდა, იმიტომ რომ დიდად არც ერთს არ გქონდა თქვა რაღაც გამოცდილება, რომ ან გვემუშავა მანამდე მე რაღაც პატარა გამოცდილება მქონდა, მაგრამ მაინც ისულება ხო? ხო, აი რასაც ვქო რომ შენი თქვა რაღაც შეიძლება გადაიღო, ეგეთი რამე არც ერთს არ გქონდა გაკეთებული. და აი ძალიან ისევ რაღაცა ყურმოკრული მეთოდებით დავიწყეთ რაღაც მუშაობა, მაგრამ როგორც ჩანს თუ რაღაცა რეალურად გაინტერესებს, ის ყურმოკრულიც რაღაცნაირად გიგროვდება, იმიტომ რომ ბევრჯერ მოკარი სხვადასხვა ადგილას ყური და ამ რაღაცას ინახავ რა და ეხლა რო ვფიქრობ, საკმაოდ ისე სწორად მუშაობდით რა და კარგი რაც იყო რომ ქონდა მართლა აი ძალიან ბევრი დრო. და დრო ქონდა და არანაირი ვალდებულება არ ქონდა, იმიტომ რომ მაშინ არც თქვათ იმაზე ვფიქრია რომ შეიძლება ფული ან რაღაცა რაღაც ცოტა პროდიუსერები და რაღაცა მთელი ეს. ხო, პროდიუსერების ჩვენით ვიყავით, იმიტომ რომ რეალურად თქვათ პროდიუსერებზე ვსწავლობდით, მაგრამ ხო, აი თქვათ ფულის შოვნაზე არ გვიფიქრია, ერთ-ერთი რაღაც კამერა და განათება, რომელიც მოგცა მაშინ ჩვენი ხელმძღვანელი იყო კოკა ყანდიაშვილი და თხოვეთ და მოგცა რაც გვჭირდებოდა ყველაფერი, ეს კამერა და კოკას მაშინ მე მახსოვს ბეტაკამი სტუდიაც ჰქონდა. ხო. ჩვენც ვიყიდეთ მაშინ ბეტაკამი და მაგასაც ჰქონდა რაღაცა ცვლიდით ხოლმე რაღაცებს. და ატო კოტეტიშვილი, რომელმაც ჩარშან ძალიან კარგი ფილმი გადაიღო, წმინდა ელექტროენერგია როგორც რეჟისორმა, მაგრამ მაშინ იყო დამწყები ოპერატორი ასევე. გახდა ასევე ჩვენი ჯგუფის წევრი და რაღაცა ჩვენ სამმა პირველად აი ესე რაღაც გადავიღეთ ეს ფილმი, რომელიც ნუ ასევე ძალიან ჩემ მახსოვრობაში დარჩენილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ერთი მსახიობი ყავდა და ვიღებდით ჩემი ახლობლის ბინაში დილას რაღაცა იდეა ჩემი ხან ორლარს, ხან ლარნახევარს მაძლევდნენ ხოლმე და რომ მივხვდით რომ საჭმელი შეიძლება გადაღებაზე არის საჭირო, როცა მსახიობს მოშივდა. მანამდე ჩვენ თვითონ არც გვშივდებოდა, ეხლა 20 წლის რო ხარ, ნუ მაგის ის არის რომ ანუ და ნუ მე სადაც ვიღებდით, იქ ხალი იყო ჩვენი ახლობელი, რომელმაც ნუ ნახა რომ არ ჭამთ. და თვითონაც მაშინ მარტო ცხოვრობდა, დაიწყო ეს ჩვენთვის უბრალოდ საჭმელების კეთება და რაღაც აი ეგეთი ძალიან დილას ადრე ვიწყებდით და შუაღამემდე მუშაობდით ხოლმე. ხა ეგეთ ტემპში სინამდვილეში არავინ არ მუშაობს, იმიტომ რომ იღლებიან ადამიანები და ხო და რაღაც და გადახდაც სჭირდება ამას, ხო? ხო რა და არ ვიცი ხა სანამ გავჩერდი, იმიტომ რომ ძალიან რაღაც არა მიდი გააგზავნე, მე ძალიან დავინტერესდი. ხო და ნუ ამიტომ რაღაც მაგრამ როგორც თქვი რაღაცა თითქოს ველოსიპედს იგონებდეო, ეგრე მუშაობდით, ეს იყო ძალიან დიდი ხანი ამ სცენარს წერდით, რაღაც მოთხრობის მიხედვით, მე ამის კადრირება გავაკეთეთ და მე ვიღებდით ძალიან დიდი ხანი ვიღებდით, ანუ მაგდენ ხანში ხალხი იღებს სრულმეტრაჟიან ფილმებს, მაგრამ ჩვენ ეს ფილმი ბოლო-ბოლო იყო ალბათ 1 22-23 წუთი, მაგრამ ნუ ალბათ 1 თვენახევარი ვიღებდით ყოველ დღე.
ისევ იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო გქონდა და ჩავთვალეთ რომ რამდენი ხანის დაჭირდა რეალურად, რამდენი ხანის უნდა ჭირდებოდეს წესით. იმდენი ხანი გადავიღეთ. ეხლა ეს ჩვენახევარში ეხლა დღეს რომ სრულმეტრაჟიანის გადაღება გვიწევს, ეგ არის შეზღუდული შესაძლებლობების ბრალი, თორე რეალურად იმდენი ხანი ვიმუშავოთ, რამდენი ხანის ჭირდებოდა უბრალოდ რა. მე მაგ ფილმზე ვისწავლე მონტაჟი, იმიტომ რომ მანამდე არ გქონდა არასდროს თქვათ. როგორ გქონდა თქვენ დანაწილებული? ანუ დატო იყო ოპერატორი, შენ იყავი რეჟისორი? თუ მე და თომა ვიყავით რეჟისორი. რეჟისორები, ხო. ერთად და ეგეც სცენარისტების, რეჟისორების და ხო, კი. და რავი, რაღაც ჩვენ ყველასთვის პირველი გამოცდილება იყო რა, ყველაფრის. იმ დღეს ვიხსენებდი, რომ ფილმი მთავრდება ერთ-ერთი ბოლო კადრი იყო, რომ ტრამვაის უნდა ჩაევლო. ესე იყო იმ მოთხრობაში. და წავედით აი სანზონაში, მაშინ ჯერ კიდე დადიოდა ტრამვაი. აი უბრალოდ 3 რაღაც 19 თუ 20 წლის ბიჭი მივედით და დეპოში და ვთხოვეთ, რომ აი გამარჯობა ფილმს რო და ტრამვაიში გვინდა რომ და მთელი დღით მოგწეს ტრამვაი. რომელს თავისი მემანქანით. უბრალოდ აი ესე რა, არც ფული, არც ის, არც ცნობა, არაფერი არ თხოვიათ. ესაა საქართველო. ხო, ნუ ეს იყო რაღაცა და მას მერე უკვე ძალიან მალე გაუქმდა ეგ. ხო, აღარ ეს კიდე მთელი ეს პრინციპი და ესა საოცარ. მაგრამ ნუ ეგ იყო რაღაც ეგ გულუბრყვილო დამოკიდებულება, რომ რაღაცა რო გინდა, უბრალოდ რომ მიდიხარ და ითხოვ. ან თხოვ. მაგრამ ხო. ითხოვე და მოგეცემო, ნათქვამი. ხო. ასე გამოვიდა. და ამ ფილმმა მიიღო სრულყოფილი სახე და მე როგორია ამ ფილმის ბედი მე ამ ფილმზე მე თვითონ ვისწავლე მონტაჟი, იმიტომ რომ მანამდე საერთოდ სამონტაჟო პროგრამაც არ მქონდა გახსნილი, მაგრამ ნუ ეგ არის ყველაზე კარგი სავარჯიშო, როდესაც რაღაცას მიიღებ და იმისგან მე რაღაც უნდა გამოიყვანო. მე რაღაც როგორ ქანდაკება ის ზედმეტი მოვაცილო რომ რაღაცა ფორმა მიიღო. ხო, რო ან გონია რომ მონტაჟში ყველაზე კაი სავარჯიშო არის მასალა, რომელიც არ არის ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო და მე გიწევს იქიდან რაღაცის გამოყვანა. და მე ეგრე ვისწავლე მაშინ რაღაც ტელევიზიაში მუშაობდი თან და იქ მე რჩებოდი ხოლმე და ამ ფილმს დიდი ხანი ვამონტაჟებდი. ისე დავამთავრე მე ეს ფილმი, დიდათ აღარც უნახავს არავის. ნუ რაღაც მეგობრებს ვაჩვენეთ და რაღაცა, მაგრამ იქ რაღაცნაირად ესე დამთავრდა მაგ ფილმის ბედი, ალბათ უფრო იმისთვის იყო ეგ, რომ რაღაც ჩვენი გზები გვეპოვნა. იმიტომ რომ მე მაგ ფილმს უკვე რომ თითქმის რომ დავამთავრე, დიდი ხანი ვეჭიდავებოდი, სხვათა შორის ეგ ფილმი დავიწყეთ ჩვენ გადავიღეთ სადღაც 2005-2006-ში ვიღებდით და მე 2008-ში უკვე წავედი ბერლინში. ეს ფილმი დამთავრებული ჰქონდა და როგორც შენი შვილი ისე იყო, ხო? შენ ძალიან გამეწელა. მაგრამ ხო, ჩემთვის ეგ რაღაც ეგ ფილმი აღმოჩნდა რაღაცნაირი ის გამოცდილება, როცა მივხვდი, რომ გავაკეთე, იმიტომ რომ სხვა საქმე არ მქონდა ერთის მხრივ, მაგრამ მეორის მხრივ მივხვდი, რომ ეგ იყო საქმე, რომლის კეთებაც სამომავლოდ ყოველთვის საინტერესო იქნებოდა ჩემთვის რა. და თან ერთის მხრივ რაღაც ეგ ინტერესი მაგიტო ძალიან გამიჩნდა, რომ კინო კი, ანუ შეიძლება იყოს რაღაც რაც ჩემთვის ახლოა. და მეორის მხრივ აი ეგ საკმაოდ რთული პერიოდი იყო რა თან საქართველოში და ძალიან მინდოდა სადმე წასვლა უცხოეთში. გვიან თინეიჯერობის ასაკში რომ სადმე ცოტა ხნით წავსულიყავი და დრო გამეტარებინა თქვათ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში მაგალითად და ნუ მე მივხვდი რომ ეხა უბრალოდ სასეირნოდ წასვლა გასაგებია რომ საინტერესოა, მაგრამ ნუ ეხა რაღაც 2 კვირით და 1 კვირით წასვლა. ხო, რამდენი ხანი უნდა ისეირნო. უფრო რაღაც აი ცხოვრება მაინტერესებდა სხვაგან. თან მაშინ ეხა ისევ აქტუალურია ეგ ეს არის რომ პერიოდი როცა ვიზა ლიბერალიზაცია არ არის ჯერ მომხდარი და სასეირნოდ წასვლაც კი არის ძალიან რთული. მაგრამ ნუ მაშინ ვიფიქრე რომ შეიძლება და ეგრე თქვა სასწავლებლად წასვლა ყოფილიყო ყველაზე სწორი, იმიტომ რომ ერთის მხრივ რაღაცას
მიმართულება შეიძლება თქვა ჩემი ცხოვრებისთვის მიმეცა, იმიტომ რომ გძნობდი რომ არ მაქვს საკმარისი უნარები იმისთვის, რომ თქვა იგივე კინოს კეთება დავიწყო. და მეორესწორი რაღაც ჩემი წასვლის სურვილიც დაკმაყოფილდებოდა ერთიანად. ხო, სასარგებლო სასიამოვნოსთან ერთად. ხო. მაგრამ ბევრი ვიფიქრე იმაზე, რომ თქვა რაზე, იმიტომ რომ უკვე მქონდა გაჩენილი იმის იდეა, რომ თქვა რეჟისორობაც და კინოს მაგ მხრიდან კეთებაც საინტერესო იყო ჩემთვის, მაგრამ რაღაც ბოლომდე ვერ გადავწყვიტე მაინც მაშინ. და რაღაც ეგეთი ხრიკი მოვიფიქრე, რომ ორ უნივერსიტეტში შევიტანე საბუთები. ჰამბურგში სხვათა შორის სარეჟისოროზე და ბერლინში საპროდიუსეროზე. და ნუ რაღაც ვიფიქრე, რომ რომელიც ამიყვანს, მე იმ ცხოვრებას გავყვები. აქედან სანდრო შენ გერმანულ სკოლა დაამთავრე, აქედან გამომდინარე გერმანული ხო. კი, გერმანული ვიცოდი და თან გერმანიის პლუსი ის არის, რომ სწავლა არის უფასო, ხო და ანუ რაღაც ეგ ერთის ხრივ ის რომ გერმანული ვიცოდი და მეორე ხრივ ის რომ ნუ ეგ არის ძალიან დიდი საჩუქარი, ხო, რომ ხა სწავლაში ფულს არიხდი. სწავლასაც გააჩნია. ხო, ხარისხს. ხო, ნუ საუკეთესო სწავლაში რა. აი ეგ ორი მიზეზი იყო და ამ ორ კინოსკოლაში გავაგზავნე საბუთები, ჰამბურგიდან მომივიდა უარი და ბერლინიდან დამპატიჟეს გამოცდაზე. ნუ ეგეც ძალიან დიდი თავგადასავალი იყო, ისევ აი დღეს რომ ვერ ხვდება ზოგი რა პრობლემა შეიძლება იყოს. ისა ლიბერალიზაციის გაუქმებაა, იმიტომ რომ მოწვევა რომ მომივიდა, იმეილი მივიღე, რომელშიც ეწერა რომ ჩვენ დიდი ხნის წინ გამოგიგზავნეთ წერილი პოსტით და არ დაგიდასტურებიათ რომ უნდა ჩამოხვიდეთ და ჩამოდიხართ თუ არა. და ნუ მივხვდი რა მივწერე რომ კი ჩამოვდივარ უკაცრავად, იმიტომ რომ პოსტა დღემდე არ მოსულა ის 2000 რომ გამოაგზავნეს. მაგრამ დარჩენილი იყო გამოცდამდე აი დღემდე როცა უნდა ჩავსულიყავი დაახლოებით 4 კვირა. და აღმოჩნდა რომ შეუძლებელია 4 კვირაში წასვლა, იმიტომ რომ გერმანიის საელჩოში უნდა ჩაიწერო მინიმუმ 2 თვით ადრე. გამოირიცხა რა, ეხა იქიდან თვითონ უნივერსიტეტმაც მიწერა საელჩოს კონსულს, იმას თქვეს რომ ეხა რა ფიზიკურად ვერ შემო. ხო, ნუ არ არსებობს ეხა რა, მაშინ ყველა ჯერზე უნდა დაუშვათ რაღაცა გამონაკლისი. და ნუ რავი, ეგ ეხა დღეს ისევ ძალიან აქტუალური ხდება რა, იმიტომ რომ დღეს ვიღაცას გამოცდა რო აქვს. ორ შაბათს შეუძლია კვირას გაფრინდეს, ხო და საერთოდ არ იფიქროს იმაზე, რომ რამე პრობლემა შეიძლება შეიქმნას და კიდე გამოცდა კიდე გამოსატანია ხალხი ოპერაციებზე და იმებზე დადის და იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვერ ხვდება. სულ არ მინდა იძახის ეს ვიზა ლიბერალიზაცია, მე საერთოდ არსად არ მივდივარ, ვიჯდები ჩემს ზესტაფონში. ამაზე არ არის 1000 რაღაცა ერთმანეთში გადახლართული ჯერტი ნახევარი საქართველო გასულია გარეთ. უამრავი ადამიანი სწავლობს, უამრავი ადამიანი სამკურნალოდ მიდის ისე რომ უბრალოდ იღებს ბილეთს, ჯდება თვითრინავში როგორც თბილისიდან ბათუმში მიდიხარ, ასე მიდის ბერლინში, ბარსელონაში და რომში, ხო? და უამრავი რაღაცა და ამაზე დამოკიდებული და ეს თუ დავკარგეთ, ძალიან წარედ მოგხვდება ყველას აბსოლუტურად, ვინც გასულები ვართ და ვინც მანდ ვართ. ყველას, ხო, გაცრავად ეს უბრალოდ რა თქმა უნდა, ხო. ბევრისთვის გაუგებარია და იმიტომ. ხო, არა, მე მაგიტო მოვაყოლე, რომ ხო. კიდე ერთხელ რო გვეხსენებინა ეგ ამბავი. მე რაღაც ძალიან დიდი თავგადასავლების შედეგად, მოკლედ როგორღაც წავედი. როცა გადავწყვიტე რომ ჩამებარებინა სადმე, თქვი რომ ბერლინში თუ მოხვდი ვიქნები პროდიუსერი, თუ მოხვდი ჰამბურგში ვიქნები რეჟისორი და ნუ წავედი ბერლინში და ბოლო-ბოლო ჩავირიცხე საპროდიუსეროზე და იქაც დაიწყო იგივე დაახლოებით რაც იყო მაღლივში, როცა გადის დრო და ხვდები რომ რაღაცას აკეთებ, რაც მაინც და მაინც შენი არ არის. თუმცა ნუ ხა ბერლინის კინოსკოლაში კარგი ბინი. პირველ წელი კადრში ლამაზი კატა. ყველა ერთად არის. ანუ ამიტომ პირველი წელი ნაკლებად გქონდა იმის შეგრძნება რომ რაღაცა
არასწორ ადგილას ვარ, იმიტომ რომ არ არის განსხვავება, ყველა სპეციალობის ადამიანი ზუსტად ერთ და იგივეს აკეთებს. მაგრამ მეორე წელი რო დაიწყო, სადაც უკვე გავიყავით მეტნაკლებად, კი რაღაც ლექციები ერთად ქონდა, მაგრამ უკვე პროდიუსერებს სხვა რაღაცეები, უკვე სპეციალიზაციების და სხვა მოთხოვნები და სხვა რაღაცეები გასაკეთებელი, ნელ-ნელა მივხვდი, რომ ისევ არ ვარ ჩემ კალაპოტში მაინც და მაინც. და ნუ გარდა მაგისა ის თქვათ რაღაც საორჯიშოები, რასაც ყველანი ვაკეთებდით ხოლმე პირველ წელს, მეორე წლის კიდე რაღაც ნაწილებში, იქაურ ლექტორებთანაც რაღაც ქონდა ხოლმე მაგაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ რამდენჯერმე ხან გაუკვირდათ, რომ რატო ხარ საპროდიუსეროზე, იმიტომ რომ რაღაც საინტერესოა რაც გააკეთე, რაღაცა, ნუ ვიღაცებთან დავმეგობრდი და რაღაც ეგეც ხოს რაღაცნაირად ყოველთვის გჭირდება რაღაც სტიმული, რომ ვიღაცამ რაღაცა გითხრას, ცოტა ხელი წაკრას. ხო რა, რაღაცა შეიძლება სულ ერთი სიტყვა გითხრას ადამიანმა, მაგრამ შენთვის იმ მომენტში ძალიან შემოატრიალოს მაგრამ ყველაფერი. და აი რაღაც რამდენიმე ეგეთი რაღაც შემთხვევა იყო, როცა მე ისე დავფიქრდი, რომ კიდე ერთხელ ხო არ ვცადო. უკვე თქვათ სარეჟისოროზე გადასვლა, კიდე ერთხელში გულისხმობ, რომ მაშინ თქვათ მიკროეკონომიკიდან საპროდიუსეროზე და ახლა თქვათ საპროდიუსეროდან უკვე სარეჟისოროზე ხო არ გადავიდე. და აი მაშინ ძალიან დამეხმარა რამდენიმე ადამიანი, ვინც იქ ასწავლიდა, რომელმაც თქვეს, რომ კი, ანუ რომ მივედი დასალაპარაკებლად, რომ აი რას ფიქრობთ იქაურ ლექტორებთან, მითხრეს, რომ კი, სწორი ნაბიჯი იქნება და ჩვენ მოგეხმარებით. ხო, და რაც ძალიან ხელი შემიწყვეს, კიდე ნუ რაც დამეხმარა, თქვათ ამ გადასვლაში იყო, რომ რაღაცნაირი უცნაური პერიოდი იყო მაშინ ამ ჩვენს კარგი რა ბინი გახსოვ ხა აქედან რას აფუჭებს რა ხმაურობ ხო დაველაპარაკე რამდენიმე ადამიანს მოკლედ რომლებმაც მითხრეს რომ სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა და ნუ თვითონ დამეხმარებოდნენ მაგრამ ნუ ბოლო-ბოლო ყველა უნივერსიტეტს თავის წესი აქვს როგორ შეიძლება გადახვიდე სადღაც ან შეიძლება თუ არა და ასე შემდეგ მით უმეტეს გერმანიაში სადაც ეს ბიუროკრატია ასეთი ძლავრი და ხო ჩვენთან აი და საბედნიეროდ ამ ბერლინის კინოაკადემიაში მაშინ მე რო ჩავედი დაახლოებით რამდენიმე თვის მერე რაღაც ძალიან დიდი დაპირისპირება იყო სტუდენტებს და რექტორს შორის და რექტორი გაუშვეს ასე ვთქვათ აკადემიიდან და ძალიან დიდი ხანი იყო ესე იგი რექტორის გარეშე აკადემია და მაგ პერიოდს დაემთხვა ეს ჩემი ეს გადასვლის დრო და აი ამ იმიტომ რომ თქვა არ იყო არავინ ვინც იტყოდა ან კის ან არას რაც ყველა ერთმანეთს უყურებდა ელოდებოდა რომ რაღაც აი ცოტა ძალიან ქაოსური სიტუაცია იყო და ბოლო-ბოლო რაღაც ერთმანეთს გადააბარა ყველამ და ვიღაცამ თქვა კაი იმიტომ რომ მე როცა უკვე ისევ ახალი რექტორი მოვიდა ის რამდენიმე ადამიანმა ახალმა სტუდენტებმა ვინც მოინდომა იგივეს გაკეთება უკვე ვერ არ გაწესნება ესე გაძვერი შენ ხო აი რაღაცნაირად ამ ქაოსში და იმიტომ რომ არ არსებობდა რეალურად აღმოჩნდა რომ მაგის წესი არ არსებობს და ხა ეგეც ვერ აღიარეს პირდაპირ და თქვეს რომ ნუ კაი გადადი და მე ვნახოთ რა და ნუ მე რო გადავედი ნუ მე ხა ვიღაშე მაგრამ ნუ მე სხვებს უკვე აღარ გააკეთებინეს ეგ იმიტომ რომ მე უკვე მოიგონეს წესი თქვათ როგორ უნდა კეთდებოდეს ეგ და თქვენს რომ უბრალოდ თავიდან უნდა ჩააბარო თუ გინდა რაც ნუ ძალიან ის არის რთული არა და მე უბრალოდ ერთი კურსით უკან გადავედი და დავიწყე ჩავირიცხე სარეჟისორო ჯგუფში ნუ უკვე ვიყავი 25-ის ან 23-ის ჩავედი ბერლინში და 2 წელი საპროდიუსეროზე ვისწავლე და 25-ის ვიყავი, როცა ეგ გადაწყვეტილება რაღაცნაირად მივიღე ჩემ თავთან, იმიტომ გარდა იმისა, რომ თქვათ რაღაც ის არის, რომ ფაკულტეტზე გადახვალ თუ გადმოხვალ, რაღაც შინაგანი გადაწყვეტილება არის, რომ ვინ ხარ და რას აკეთებ. უფრო მაგის მერე გამოხატულება არის ის თქვათ სასწავლობ, მაგრამ ჩემთვის უფრო რაღაც ეგ დღე იყო, როცა ვთქვი, რომ ოკეი რა, ანუ ეს მინდა რომ გავაკეთო.
და ეგ დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ეგ რომ მოხდა, როცა დამიდასტურეს, მახსოვს რომ აი რაღაცნაირად იმის შეგრძნება მქონდა, რომ სწორი რაღაც გავაკეთე და რაღაცნაირად კომფორტულად ვიგრძენი თავი, აი სწორ თითქოს რაღაც სწორ ადგილას მოხვდი. რის შეგრძნებაც მანამდე არასდროს არ მქონია. ხო, ფაქტიურად შენ 17 წლის ასაკიდან მოყოლებული 25 წლის ასაკში იპოვე ის ზუსტად დადეგი იმ გზაზე, რომელიც მე უკვე დღევანდელი შენი გზაა. ხო. და ეს გაგრძელდა შენი სარეჟისოროზე სწავლა რამდენ ხნიანია იქ? აქ პროფესორად. ხო, 2008-დან 2008-ში რო დავიწყე, 2020-ში დავამთავრე. ანუ 12 წელი ვიყავი სტუდენტი. ეგ არის ისევ ამ კინოაკადემიის რაღაც უცნაურობა იმ ხრივ, რომ თქვათ ეს არის აკადემია, რომელიც არ მონაწილეობს ბაკალავრის და აი მასტერის და ამ ხელშეკრულების წესებში, ასე ვთქვათ. ამიტომ რაღაც არის ბევრი ეგეთი თავისუფლება, რაც ძალიან მოსახერხებელი და ლოგიკური არის იმ ადგილისთვის, სადაც თქვათ ხელოვნების რაღაც სფეროები დარგები ისწავლება, იმიტომ რომ ანუ არ არის თქვათ ნიშნები, არ არის გამოცდები, მისაღები გამოცდები არის, მაგრამ მე ხო, სრულ თავისუფლება გაქვს, ხო. ხო. რაც თქვათ სხვაგან ეხა სხვა კინოსკოლებშიც კი ჩვეულებრივი ამბავია, რომ კურსიდან კურსზე გადასვლისას არის გამოცდები, ნიშნები, ხო, ჩვეულებრივი. და ასე სანდრო, რა მაინტერესებს, ჰამბურგშიც ანალოგ როგორც ბერლინში ისეთივე სტილია სწავლის თუ იქ კლასიკური. ხო. და ნუ გარდა მაგისა, რომ მაგ მხრივ არის თავისუფლება არის იმაში, თუ რამდენი ხანი სწავლობ და რამდენი ხანი გჭირდება რაღაცების გაკეთებისთვის. და ამიტომ ნუ უმეტესობა, განსაკუთრებით ყველაზე მეტი ხანი რეჟისორები რჩებიან ხოლმე, ყველაზე სწრაფად ამთავრებენ ძირითადად პროდიუსერები, ოპერატორები უფრო მეტი ხანი არიან ხოლმე და ყველაზე მეტი ხანი რჩებიან რეჟისორები და დაახლოებით ეგ დრო არის ხოლმე 10 წელი, 12, ზოგი ჩემო კურსელმა მაგალითად წელს დაამთავრა, ანუ 17 წლის თავზე. ეს ექიმებიც არ სწავლობენ. ხო, მაგრამ ეგ არ არის ნუ სწავლა, ანუ რეალურად ლექციებზე სიარული, რასაც ვქვი, არის პირველი 3 წელი დაახლოებით. მე არის რომ უბრალოდ რაღაცა, ვთქვათ, უნდა რაღაცებს იღებ, რაღაც პროექტებზე მუშაობ და ნუ შეიძლება უბრალოდ რაღაც პროექტზე სცენარის წერისთვის დაგჭირდეს შენ წელიწადნახევრი ან 2 წელი საკვლევად და ეგ პერიოდი ერქოს რომ ნუ შენ ჯერ კიდევ სტუდენტი ხარ. და ნუ ამიტომ იწელება რა და ეგ არის რაც თქვა გაძლევს საშუალებას რომ რაღაც უფრო ისეთი პროექტები გააკეთო, რასაც სხვაგან ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ შენ უნდა დაამთავრო ის უნივერსიტეტი 3 წელიწადში ან 4 წელიწადში და აქ გახვიდე მე თავისუფალ ფრენაში ხარ, ხო? ხო, და აქ შეიძლება თქვა მარტო ერთ ფილმს დავუთმო მაგდენი დრო და ნუ ჩემ შემთხვევაში ეგრე იყო, ანუ 2 სრულმეტრაჟიანი ფილმი გავაკეთე ბოლო 6 წელიწადში იქ სწავლის. და ძირითადად თქვათ სხვა კინოსკოლებში რთულია ხოლმე სადიპლომოთაც კი თქვათ ერთი სრულმეტრაჟის გაკეთება ძირითადად მოკლეებს აკეთებენ ალბათ. უფრო გააკეთონ მოკლეები, ხო. და სანდრო, ესე იგი ფაქტიურად გამოდის შენ თუ იქ 2 სრულმეტრაჟიანი ფილმი გააკეთე, გამოდის რომ სწავლა კი არა, ნუ სწავლა უბრალოდ ქვია. ხო, შენ უკვე პროფესიაში ხარ, ანუ შენ სრულყოფილი პროფესიის წარმომადგენელი ხარ, რომელსაც შეუძლია, ეხლა ფილმის არ არის, ხო, კამერა დაიჭირე მარტო და იქ განათებლების მთელი ბრიგადა, ხმის რეჟისორები, რა ვიცი მე, ასისტენტები, დუბლიორები, ესენი რა ვიცი. და ანუ ეს ამ ყველაფრის საშუალებას შენ კინოაკადემია გაძლევს, ესე იგი, ხო, ბერლინი. კამერა და თქვა რაღაცა ტექნიკური, თუნდაც ტექნიკურ საქმეებს რომ მივხედოთ. კი, ნუ ეგ ხო რა ისევ მაგის ის არის რომ რამხელა რაღაც თქვა საჩუქარია იმ ადამიანისთვის, რომელიც თქვა არის
ისეთი ადგილიდან, სადაც არაფრის საშუალება არ არის რა. რაც თქვათ იყო და მეტნაკლებად არის საქართველოს და ამიტომ ძალიან ისეთ რაც შერეული გზნობები მაქვს ხოლმე რა ერთის მხრივ ძალიან ბევრ რაღაცას ხედავ, როცა თქვათ იქ სწავლობ, რომ რამდენი რაღაც შეიძლება იყოს უკეთ, რამდენი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საშუალებაა და ვფიქრობ, რომ ბევრად მეტის მოხერხება შეიძლება, მეორეს მხრივ რაღაც თან მადლიერების გზნობა გაქვს, იმიტომ რომ რაღაცა მოგეცა რაც შენ მაქვეყანამ ვერ მოგცა. ხო, იქაური გადასახადის გადამხდელის ხარჯზე. და ეგ არის რომ ძალიან სერიოზული ტექნიკური ბაზა აქვს ჩვენ აკადემიასაც, მე ბერლინში კიდე მეორე უფრო დიდი კინოსკოლა არის, რომელსაც კიდე უფრო დიდი ტექნიკური ბაზა აქვს, იმიტომ რომ პირდაპირ მიერთებულია კინოსტუდიებს და იქ კიდე სხვანაირი მუშაობა მიდის. და ხო, თავარი ჩემთვის ყველა საინტერესო იქ იყო, რომ რეალურად ძალიან ბევრი მუშაობის საშუალება გაქვს. მე რაც თქვათ, ეხლა რასაც ვამბობდი, რაც მაკლდა არის, თქვათ, უფრო თეორიული მიდგომა, რაღაც კვლევა და ასე შემდეგ. რაც ჩემი აზრით არ აკლია მაგ იმას თუ როგორც არის მანდ სწავლის მეთოდიკა აწყობილი, მაგრამ ის რომ თქვათ შენ ტექნიკურად კლიანტ ისწავლო როგორ ხდება ფილმის გადაღება, ამის საშუალება ნამდვილად გაქვს. განსაკუთრებით იდეალური არის ოპერატორებისთვის და ძალიან ბევრი კარგი ოპერატორი გამოდის ხოლმე მაგ სკოლიდან, იმიტომ რომ მართლა ყველაფრის სწავლის და ნახვის და გამოცდის საშუალება აქვს და რეალურად რომ ამთავრებენ არიან პროფესიონალები. რეჟისორისთვის მაინც კინოს კეთება მაინც ბოლომდე ყოველთვის გამოუკლეველი სფერო რჩება და ძალიან ბევრი კიდე რაღაცასთან არის დაკავშირებული, რასაც ვერ ისწავლი, ვერ გამოთქვავ და ამიტომ ხო, ბოლომდე მაინც ვერ იტყვი რა, ეხლა რომ რაღაცა ის უფრო კონკრეტულია, ხო, რა თქმა უნდა, ეხლა იქ. და შენ თქვი რომ ორი სრულმეტრაჟიანი გააკეთე იქ. ეს სრულმეტრაჟიანები, რომლები ეს არის საფხული, რომელიც როგორ ეგ არის მოვიდეს საფხული, იყო დიპლომის წინა ფილმი და მერე იყო რას ხედავთ, როდესაც გასულიყავთ, რომელიც იყო სადიპლომო ფილმი უკვე. ესე იგი, სადიპლომო იყო. პრინციპში ეს ორივე ფილმი შენ რომელიც გადაიღე, ფაქტიურად სტუდენტობის პერიოდში და რომლებმაც შენ წარმოგაჩინა მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი ნოვატორი და წარმატებული ახალგაზრდა რეჟისორი. ფაქტიურად სტუდენტი, ხო? დავარქვათ სტუდენტი, თორემ მე უკვე მივხვდი რომ ეს სტუდენტი აღარ ახარ, შენ იქ უბრალოდ ითვლები რომ სწავლობ თორე ისე და დაგეხმარა შენ ეს კინოაკადემია რით, თქვათ, აი ამ ფილმების გადაღებაში რა წვლილი შეიტანეს მათ? ტექნიკური, ხო, აი რა. ყველაფრით, გარდა იმისა, რომ თქვათ, მთელი წლები რაც იქ ატარებ, ემზადები ამისთვის და რაღაც ცოდნას აგროვებ ტექნიკურს თუ თეორიულს და ასე შემდეგ. მე ეგ იქ კაცრად არის განსაზღვრული, შენ რომ დაამთავრო, რაღაც რაოდენობის ეს ფილმები უნდა გადაიღო. არის დიპლომის წინა ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა გააკეთო და რომელიც იყო ნეტა აღარასდროს მოვიდეს საფხული ჩემ შემთხვევაში, თუმცა არ არის განსაზღვრული, რომ ეს უკვე უნდა იყოს სრულმეტრაჟიანი ფილმი. პირიქით იგულისხმება, რომ ეს უნდა იყოს მოკლე ფილმი და მაგრამ შეზღუდვა არის ერთადერთი, რომ ტექნიკას და თქვათ პოსტპროდუქციისთვის რაც გჭირდება მერე გაძლევენ საკმაოდ შეზღუდული რაოდენობა დროით. იმიტომ რომ მოკლეზეა გათვლილი. იმიტომ რომ მოკლეზეა და იმიტომ რომ ეს ჯერ სადიპლომოც არ არის. ხო. მაგრამ მე რაღაც ძალიან უკვე მოწყურებული ძალიან მინდოდა რომ რაღაც უფრო დიდი გადამეღო და მაშინ ესთან რაღაც ეს ტელეფონი რითიც გადავიღე ფილმი უკვე აღმოჩენილი მქონდა და მე რო შევთავაზე რომ არაფერი არ მინდა. თქვენგან თქვა არ მიმაქვს ტექნიკა, არაფერი არ მიმაქვს, უბრალოდ მომეცით დრო. და ჩემით გადავიღებ.
და ნუ პოსტპროდუქციისთვის რაც არის თქვა მოკლე ფილმისთვის ან რაც არის განსაზღვრული იმაშიც ჩავეტევი მე და ნუ მაგას დამთანხმდნენ ახლა იმიტომ რომ დიდად არაფერს არ კარგავდნენ რა ხო შენ მათ არაფერს თხოვდი იმიტომ რომ აი ეს არის ყველაზე საინტერესო მომენტი რომ იმიტომ რომ შენ გადაიღე ეს ფილმი ხო პატარა Sony Ericsson-ის კამერით და ნუ მანდ ისიც იყო რომ თქვა რთულია ხოლმე თუმეტეს თქვა როცა არ არის სადიპლომო ნამუშევარი კიდე საზღვარ გარეთ როცა იღებ რა იმიტომ რომ ეს ტექნიკა ძალიან ძვირფასია და ამის წაღებაც ნუ პრობლემურია ხოლმე რა და როცა შენეუნები რომ არაფერი არ მინდა ნუ გეუბნები რომ ოკეი რა რავი ნახე რომელი წელია ეს სანდრო ანუ როცა ზაფხული გადაიღე შენ 14-ში და 15-ში ვიღებდი ანუ ხო 2 წლის განმავლობაში ხო სულ არ ვიღებდი ჩავდიოდი ჩამოვდიოდი მაგრამ ნუ ეგეც ის არის ხა თუ ხო სხვა კინოსკოლაში მთელი საბაკალავრო შეიძლება იყოს 3 წელი აქ 2 წელი მარტო ვიღებდი თქვა ამ ფილმის მასალას და ნუ არავის არ დაუჩქარები რომ ნუ რაღაცნაირად ვაჩვენებდი ხოლმე უხსნიდი რომ თქვა რატო ჭირდება ეს დრო მაგრამ ხო მაგის გამო პრობლემა არ მქონია პირიქით ნუ რაც ან დამეხმარენ იმიტომ რომ პროდიუსერის გარეშე ვაკეთებდი თან მაგ ფილმს და მე იქ რაღაც ერთელი ხარჯთაღრი სხვა და რაღაცეები თვითონ უნივერსიტეტმა ასევე გამიკეთა რაც ხო ძალიან უზარმაზარი პლუსია ხო შენ თავიდანვე გქონდა გადაწყვეტილი რომ ასეთ ფორმატში გადაიღებდი ანუ მაქსიმალურად ცუდი ხარისხის ხო უკვე 2014 უკვე ისეთი პერიოდია რომ 4K ნუ ყოველ შემთხვევაში კარგი კამერები უკვე არსებობს რითაც შეიძლება გადაიღო ხო ეგ მაგორი არის და რაღაცა და შენ არჩევ ფაქტიურად ყველაზე დაბალი ხარისხის კამერას რაც კი შეიძლება იმ პერიოდში იყოს კი ეგ არის 2008 წლის მოდელი არის უფრო ძველიც მე ვიყიდე 2009-ში რა და ნუ უკვე 2011-ში გააუქმეს უკვე მე რაღაც გამოდიოდა მაგრამ ნუ ჩემი რაღაც ეგეთი ცხოვრებისეული მეგზური გახდა ეგ ხო იმიტომ მე ცოტა ხანში კიდე დაუბრუნდებით ეგეთ კამერას ხო და ეს ფილმი დაამთავრე შენ და წავიდე ფესტივალებზე იცი როგორ იყო ეს ფილმი რომ დავამთავრე ხო ნუ გარდა იმისა რომ იყო თქვა ამ ძალიან დაბალი რეზოლუციით გადაღებული ეს ფილმი და ეგეთი უცნაური ერთი შეხედვით გამოსახულება ქონდა გარდა მაგისა ძალიან გრძელი გამოვიდა და 3 საათი და 22 წუთია და ცოტა რთული ფორმატია ნებისმიერი ფესტივალისთვის ან ხო რომ ხა იდეაში 3 ფილმს ჩაატევს ხო აბარა და ეხლა მთელი კინოკრიტიკოსები უნდა დასხნენ და უყურონ 4 საათი შენს და გაარჩიონ თან რამე ჩანს თუ არა დიდ ეკრანზე ხო აი ეს რო ხო ჯერ დაამთავრე და მე ტექნიკური მას მაინტერესებს უბრალოდ და ნუ ეგეც იყო რომ თქვა ეხლა ვიღაცაები რომ ფესტივალისთვის რო არჩევ ფილმებს ვინც მაგაზე მუშაობს ძალიან ბევრი ფილმი მოგდის და ძირითადად ზიხარ კომპიუტერთან და რაღაც 100 ფილმი გაქვს და რაღაც დროში უნდა ნახო შესაბამისად რაღაცას რო ჩართავ თუ არ მოგეწონა გააჩნია ყველა სხვადასხვანაირად მუშაობს მაგრამ ნუ უნდა წარმოვიდგინოთ რომ ბევრ ფილმებში ნუ რაღაცნაირად მით უმეტეს ეს უცნაური რაღაც გამოსახულება რომ მოგდის მარტივია რომ გადაახტე რა და თავიდან ძალიან რთულად წავიდა დაახლოებით 1 წელი თითქმის ხო დაახლოებით თითქმის ცოტა ნაკლები ძირითადად იყო რომ ნუ არა და ნუ რაღაც ცოტა ის რო ფიქრობ რომ ნუ მაინც არ გამკვირვებია მართალი გითხრა იმიტომ რომ ნუ მე წარმომედგინა თქვა თუ ეხა ბევრ ფესტივალს დაინტერესებდა რაღაც ჩემი ის იყო რომ უფრო რაღაცა ერთი კარგი ჩვენება იქნება თქო კარგი რაღაც ეგეთი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ მაგის იმედი მაინც მქონდა, იმიტომ რომ რეალურად ფილმს ვაკეთებ, გინდა რომ ეკრანზე იყოს. საბოლოოდ აი ეგ არის, ხო, ეკრანზე უნდა გამოვიდისო. და ნუ მე იყო პირველი ჩვენება იყო არის ეგეთი კრიტიკოსების კვირეული, ბერლინის კრიტიკოსების კვირეული, რომელიც მაგ
ან მაგ წელს ან მაგის წინა წელს დაარსდა. ანუ ყველა დიდ ფესტივალს თან მისდევს ხოლმე ეგეთი კრიტიკოსების კვირაული, აი კანშიც არის. ვენეციაში არის, ლოკარნოში, ყველა დიდ ფესტივალს აქვს თავისი ესეთი პარალელური პროგრამა, სადაც თქვათ არა ფესტივალი, არამედ კინოკრიტიკოსების რაღაც ეგეთი. ყველაზე ესეთი, ყველაზე საშიში ხალხი იყო. ხო, გუნდი რაღაც ამისაში ჩაგდებენ ან პირიქით, ხო. თავის პროგრამას აკეთებს. და ბერლინალის, რომელიც ნუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალი არის, ხო? არ ქონდა ეგეთი ხაზი. და ან მაგ წელს, ან 2017-ში, ხო ვერ ვიხსენებ, ეგ პირველი იყო თუ მეორე. მაგრამ ნუ აი ახალი დაარსებული იყო. და მაგათმა გადაწყვიტეს, რომ ეჩვენებინათ ეს ფილმი. რაც ნუ რავი, ჩემთვის ეხა ვხვდე, მე მივხვდი, რომ რაღაც ძალიან დიდი საჩუქარი იყო, იმიტომ რომ არც ვიცნობდი ამ ხალხს, არანაირი გადაკვეთა არ ქონია, არც თვითონ მიცნობდნენ. და მაგრამ რაღაცნაირად ხო, რას გაიგებ რა, რაღაც მაგათმა ისევ შემოტრიალდა შენსგან. ხო, დაგინახეს. ხო, ნუ რაღაცამ დააინტერესათ რა და იყო ძალიან კაი, იმიტომ რომ ეგ ეხა ბერლინალეს დროს მიდის ეგ კვირეულიც, ძალიან ბევრი ხალხი არის ქალაქში, ვისაც კინო აინტერესებს, ამიტომ ყველა კინო ყოველთვის სავსეა შესაბამისად. ბევრი ხალხი ნახულობს ფილმებს და ძალიან კაი პრემიერა იყო რა. მაგ ფილმისთვის იდეაში იდეალური ალბათ, იმიტომ რომ თან რახან ეს არ არის დიდი ფესტივალის ნაწილი და ამათ უბრალოდ დღეში ერთი ფილმი აქვთ. ხო, და იმ ფილმს მთელი ყურადღება მაინც ვინც მოდის რა, ეხლა დიდ ფესტივალებზე მაინც ისეა რომ შეიძლება სადღაც შეხვიდე თუ არ მოგეწონა მე სხვაგან გადადიხარ რაღაცა იქ ხანდახან შეიძლება დაიკარგოს ფილმი და აქ რახან ესეთი ლიმიტირებული პროგრამა აქვს და ანუ რაც თქვი რომ დღეში არის ერთი ფილმი და მთელი ყურადღება იმას ეთმობა. ეგეც ძალიან კარგი იყო ამისთვის რა, რაღაცთან აი დროის სიჩქარეც არ იყო რომ მე სხვა ფილმი იწყება ან მანამდე რაღაცა ეს დრო რაც იყო 3 საათი და 22 წუთი მთლიანად ერთი დღე და გაუთმეს ხო. ხო. და მაგან რაღაცნაირად გახსნა მე იყო ეგ იყო გერმანული პრემიერა და ნუ მე საერთაშორისო პრემიერა იყო უკვე მარსელში რომელიც ასევე ერთ-ერთი გაბედული ფესტივალია ასე ვთქვათ რა. სადაც აჩვენებენ ისეთ რაღაცებს, სადაც რასაც ხვები ვერ ისკავენ ხოლმე. ფიდი, ხო, ფიდი. მაგრამ და ამიტომ იქაც რაღაც ოღონ ეს უკვე ამ ჩვეულებრივი ფესტივალის ფორმატია, სადაც ბევრი ფილმებია და ბევრი ხალხი, ვისაც უყვარს კინო. და აი მარსელის მერე უკვე რაღაცნაირად გაიხსნა ეს. გამიჩნია მარსელში შენ პრიზი აიღე მე ასე მახსოვს. მარსელში 2 პრიზი ავიღეთ, მთავარი გრან პრი ავიღეთ და კიდე პირველი ფილმის პრიზი. და მარსელში ჩამოდის ძალიან ბევრი ხალხი, ვინც ფესტივალებისთვის ეძებს ფილმებს. აჰა. შემდეგი სხვა ფესტივალებისთვის უკვე. ხო, რო წასახა, აჰა. და იქ უკვე ბევრმა ხალხმა ნახა, ვინც მერე უკვე თავისი ფესტივალებისთვის წაიღო და რაღაცნაირად მაქედან გაიხსნა მაგ ფილმის გზა, რომ მერე ნუ ძალიან კარგად იარა და ბევრგან იყო. ხო. ანუ შენ ფაქტიურად აი ამ Sony Ericsson-ით გადაღებული კამერით გაიკაფე გზა უკვე დიდი კინემატოგრაფისგან თავისი გრან პრიებით და კინოკრიტიკოსთა პრიზებით და რა ვიცი, თუ კი რამე შეიძლებოდა აი ამ ფილმმა და მოგცა უკვე ამხელა სტიმული რომ გაიგეკეთებია შემდეგი ფილმი, რომელიც ერთადერთი ფილმი, რომელიც მე მაქვს შენი ნანახი, ისიც ჩაწყობით მამაშენთან გამომიგზავნა ესე დაფარული ბმული. ნუ ის უკვე არის კლასიკური ფილმი, რასაც ქვია, ხო? ოპერატორის ფანტასტიკური ნამუშევარია. უკვე შენი ძმა არის ჩართული მუსიკაში. უკვე იკვეთება კონტურები, რომ რაღაც საოჯახო ფილმების კენ მიდიოდი, მამაშენის თამაშობს, ირინაც თამაშობს დედაშენი და ძალიან კარგი, მე ძალიან მომეწონა. ისი ძალიან გრძელია, რამდენია 2 საათი 2.5 ძალიან ძალიან თავისებური ფილმი, რომელიც
ვერ მოწყვიტავ თვალს, იმიტომ ძალიან ლამაზია როგორც ფილმი მე არის ძალიან კარგად შეპარული და შეფარული ესეთი ქუთაისლებს როგორც ახასიათებთ იუმორი და ძალიან კარგი ხედები. აი რაც რადიკალურად განსხვავდება შენი პირველი ფილმიდან, რომელიც მე არ მაქვს ნანახი, მაგრამ წარმომიდგენია ხა საათი სონერგისოზე გადაღებული რაც არ უნდა. კარგი ადგილები და კარგი ხალხი გადაგეღო, მაინც ეს უკვე კლასიკა იყო, რაც მე ვნახე, ხო? ეგეც აი რომ ეხა ისევ იმას ის მომენტი რომ აი რაღაცა დრო რო გააქვს რა. ამ როდესაც მორჩი ფილმს რას მეტავახოს მოვიდეს საფხული. ნუ უკვე დაწყებული მქონდა უკვე ფიქრი იმაზე, რომ სადიპლომო ფილმი რა შეიძლება იყოს და ძალიან მინდოდა ბათუმში ფილმის გადაღება. და წავედი ისევ რაღაცნაირად უნივერსიტეტში ვთხარი, რომ ეხლა თუ შეიძლება რომ ერთი წელი არ ვივლი, მაგრამ დავწერ სცენარს სადიპლომო ფილმისთვის. და წავედი ბათუმში, რომ ანუ ახან თქვა ბათუმში, ამასთანაც კარგად არ ვიცნობდი ბათუმს მაშინ და გადავწყვეტე რომ რაღაც დრო გამეტარებინა იქ და თან მეწერა. და ნუ დავწერე სცენარი, რომელიც გამოვიდა ძალიან დიდი და ისეთი ამბიციური. და რომ დავბრუნდი ბერლინში უკვე პროდიუსერთან ერთად მუშაობდი და ჯერ იმანაც მითხრა რომ გაგვიჭირდება ამ ფილმის სადიპლომო ნამუშევრად გაკეთება. ამასობაში კიდე რაღაც დრო გავიდა მე რაღაც მაინც ძალიან მინდოდა მაგის გაკეთება და ნუ ვთხარი რომ მაშინ რაღაც ვინმე სხვასთან ერთად ვეცდები რომ გავაკეთოთ. მაგრამ ნუ მე რაღაც დროს შევხვდი ჩვენი სკოლის რექტორს, რომელმაც ნუ ძალიან კარგი რჩევა მომცა, იმიტომ რომ იმ კაცმაც მითხრა რომ ნუ ძალიან გაგიჭირდება ამ ფილმის როგორც სადიპლომო ფილმის გაკეთება, იმიტომ რომ არის დიდი და ის ბიუჯეტი რაც შეიძლება უნივერსიტეტმა მოგცენ გამორიცხულია რომ იყოს ამ ფილმს და წლები დაგჭირდება თქო ამ ფულის საძებნელად მე გარეთ და იშოვით ვარ ეგეს არავინ არ იცის და ნუ მეც რაღაც უკვე ცოტა ცუთხასიათზე რო დგები, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი რაღაცა ვემზადებოდი რომ ეგ ფილმი უნდა გამეკეთებინა და უცებ ამ კაცმა მითხრა რომ აი სხვა რამეს ხო არ გააკეთებო და ეგეც რაღაც აი უცებ ხანდახან შეიძლება ყველაზე მარტივი რჩევა იყოს ყველაზე კარგი, იმიტომ რომ უცებ აი რაღაც კედელი გაქვს აშენებული რომ აუცილებლად რაღაც უნდა მოხდეს ესე და სხვა არც ერთ შესაძლებლობას რო არ უშვებ, უცებ რაღაცნაირად ამ ერთი რჩევით მთლიანად ეს სკალავანი ჩამოიშალო, უცებ მივხვდი რომ რატომაც არ შეიძლება რომ გავაკეთო რაღაც სხვა, ანუ რა თქმა უნდა რომ თუ პირიქით რაღაცნაირად გამიხარდა რომ მაგ სიმძიმეს მოუწყდი და ამასობაში უკვე მზად მქონდა ამ ფილმის რაც შენ ახსენე, რაც ფაბულასავით უბრალოდ ბლოკნოტში ერთ-ერთ იდეად ქონდა ჩაწერილი და იმ წამს როგორც მითხრა რომ ეს სხვას ხო არ გააკეთებო, გამახსენდა რომ ეს რაღაცა მაქვს და ესე იგი არანაირ კავშირში ის სცენარი რაც შენ ბათუმში დაწერე ის ომი და მშვიდობას ზომის ის არა, ანუ აბსოლუტურად სხვა. ხო, მაგრამ მე მგონი რაღაც ის უკვე ძალიან მოჭარბებული მქონდა იმის ენერგია რომ რაღაცა უნდა გამიკეთებინა და ძალიან სწრაფად დავწერე მე ეს ახალი სცენარი ამ ფილმის, რომელიც ხდება მე ქუთაისში. და ძალიან მალევე უკვე რაღაც აეწყო იქ მალევე გავიცანი, უკვე ვიცნობდი, მაგრამ რაღაც ამ ფილმზე დავიწყეთ ერთად მუშაობა მე და მარიამ შატბერაშვილმა, რომელიც ასევე ჩემ იგივე აკადემიაში სწავლობდა და არის პროდიუსერი და ამ ფილმზე დავიწყეთ ერთად მუშაობა, დაგვემატა მე კიდე ჩვენი ოპერატორი და ხო, ანუ რაღაც დროში მივხვდით, რომ ანუ იმაზე ბევრად სწრაფად ვიდრე წარმოგვედგინა, გვაქვს უკვე რაღაც პროექტი, რომელიც შეგვიძლია რაღაც დავიწყოთ რეალურად. ოპერატორიც ქართველია? ოპერატორი არის ირანელი, ხო, ირანელი. რომელსაც თქვენი აკადემია აქვს დამთავრებული.
ასევე კი. ხო, ნუ რაღაც მნიშვნელოვანი იქ რაღაცები ხდებოდა, იმიტომ რომ ესე მარტივად არ არის, მე ვთქვათ, სადიპლომოსთვის ყველას ეკუთვნის ტექნიკა და რაღაც თანხა. ყველა რეჟისორს, ყველა პროდიუსერს, ყველა ოპერატორს. მაგრამ ნუ ჩვენთვის ცხადი იყო, რომ ამ ფილმისთვის ის მეტრაჟიანი ფილმი, რომელიც უნდა გადაიღო საქართველოში, ნუ გამორიცხულია, მაგრამ თვითონ შიგნით უნივერსიტეტს აქვს კიდე რაღაცნაირი კონკურსივით, რომელიც მიღმულია ტელევიზიაზე. და ნუ რამდენიმე წელიწადში დაახლოებით 3 თუ 4 მხატვრულ და 3 თუ 3 დოკუმენტურ ფილმს აძლევენ მეტ დაფინანსებას ვიდრე ეკუთვნის, ხო, მაგრამ ნუ ეს ამას ვერ იღებს ყველა, ნუ იქ რაღაც უკვე როგორც ვთქვათ, მე სწავლის მერე ხდება ხოლმე, უნდა შეიტანო პროექტი და ან მოგცემენ ან არა. ჩვენ გადაწყვეტილი გქონდა რომ მაგას ავიღებთ თუ არ ავიღებთ, მაინც გვინდა რომ გადავიღოთ და წამოვედით საქართველოში და უკვე რაღაც ადგილებს ვეძებდით და ასე შემდეგ და აი ჩვენი უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი წავიდა ამ ტელევიზიაში შეხვედრაზე. ჩვენს მაგივრად პრაქტიკულად. დღემდე არ ვიცი რა ელაპარაკა, მაგრამ ეს ფული მოგცეს. რაც ნუ იყო უკვე ის ნიშანი, რომ ოკეი, შეგვიძლია რომ ეს ფილმი გადავიღოთ. გარდა თანხისა, თვითონ უნივერსიტეტი უკვე მაგ სადიპლომო პროექტისთვის ბევრად მეტ ტექნიკას და ბევრად დიდი ხნით გაძლევს ყველას ძვირი, რაც არის პოსტპროდუქციის საშუალებებს. ეგ არის 2018 წელი უკვე კინოცენტრში შევიტანეთ კოპროდუქციის კონკურსში და იქაც დაგვაფინანსეს. რაც ნუ ასევე ძალიან ისეთ დიდი მხარდაჭერა იყო მაშინ რა. იმიტომ რომ ხა არ იყო აუცილებელი რომ ჩვენთვის მოეცათ იდეაში მაინც სადიპლომო ფილმი იყო როგორც არ უნდა შეხედო. მაგრამ რაღაცნაირად გვენდო კომისიაც და თვითონ კინოცენტრიც და ეგეც ნუ ძალიან დიდი დახმარება იყო, იმიტომ რომ მაგის გარეშე ძალიან გაგუჭირდებოდა მაგ ფილმის გადაღება. და გადაიღეთ ქუთაისში. რატო გადაწყვიტე ქუთაისში? არა, ქუთაისი აი მაშინ მართლა როცა აი იმ დღის მერე რასაც ვამბობდი რომ თქვა გადავწყვიტე რომ ეგ ახალი ამბავი უნდა გამეკეთებინა და მივიღე ეგ რჩევა რომ რამე სხვაზე მემუშავა და მივედი ამ იდეასთან არ ეწერა მაშინ მაგ იდეის აღწერაში რომ ეს ხდება ქუთაისში. უბრალოდ ეწერა რომ ქალაქში ხდება და აი პირველი ფილმი რაც ვახსენეთ ნეტა აღარას დროს მოვიდა ზაფხული არის თბილისში. მე ეს სცენარი ერთი რაც ვახსენე რომელიც ჯერ არ გადამიღია არის მთლიანად ბათუმში. და ნუ რაღაც ისევ კიდე ბათუმზე წერა აღარ მინდოდა და ნუ ვიფიქრე რომ იქნებ უნდა იყოს ქუთაისი აი დაახლოებით ეგრე მივედი ქუთაისამდე. მე რაღაც რამდენიმე დამთხევა იყო, იმიტომ რომ მალევე წავედი ქუთაისში და იქ თქვა რაღაცები ვნახე, რაც ეს თქვა იდეაში და სცენარში მქონდა და მაინც ზუსტად არ ვიცოდი იქნებოდა თუ არა ქუთაისში, მაგრამ კარგად დაემთხვა. მაგრამ ნუ რახან ქუთაისს მე თვითონ არ ვიცნობდი საკმარისად კარგად. მე საკმაოდ დიდი პერიოდი ავიღეთ იმისთვის, რომ უბრალოდ დრო გაგვეტარებინა იქ და ყოფილიყავით, რომ ცოტა მივხვდარიყავით საერთოდ სად ვართ. და დაახლოებით 1 წელი მეტიც წელიწად ნახევარი ალბათ გავატარე ქუთაისში, მეც მარიამაც, ფარაზმაც ჩვენმა ოპერატორმა. ეგეც რაღაც არის ის ფუფუნება, რომელიც ნუ დღეს აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ეხლა 1 წლით ოპერატორს ვერსად ვერ წაიყვან იმისთვის რომ ანუ ეს შენი ოპერატორი ირანელი შენთან ერთად ცხოვრობდა ქუთაისში ფაქტიურად? კი, ხო, იმიტომ რომ მეც რაღაც მაგისის შიში მქონდა, ეხლა რო თქვა უცხოელი როგორ მაინც რთულია ხოლმე რომ რაღაც როგორც ეგზოტიკა ისე არ აღიქვა რაღაცა უცხო. ერთის მხრივ რომ აღმოჩნდა რომ ირანელისთვის მაინც საკმაოდ ისეთი ნაცნობი და ახლო გარემოა და არაფერი გასაკვირი არ ხდება, რაც თქვა ევროპელისთვის მაინც სხვანაირი აქაურობა და ნუ თვითონაც რაღაც ეგ ეხა თავდადება პრაქტიკულად რომ შეიძლება 1 წელი სადღაც გაატარო იმისთვის რომ უბრალოდ შეიგრძნო იქ რა ხდება. ეგეც ძალიან დასაფასებელია თქმა უნდა და ეგრე ამ წელიწადნახევრის მერე უკვე რაღაც შეგრძნება გქონდა მეტნაკლებად რომ უკვე გვაქვს იმის უფლება რომ იქ რაღაცეები გადავიღოთ. თან ქუთაისი ალბათ იმ ძალიან
პატარა მოკლესიაშია იმ ქალაქებისა, რომლებსაც ჯერ არ დაუკარგავთ ყოველ შემთხვევაში ავთენტურობა, ნუ ხა მე რაც მახსენდება თქვა თელავია ასეთი ის გასული იყო დიდ ეკრანზე მე კი იყო თბილისის კინოთეატრშიც იყო და ეხა კავეა არის ესეთი სტრიმინგ რაღაც პლატფორმასავით არის კავეა პლუსი და იმაზეც არის და ტორენტებზეც იძებნება ამიტომ ხო ტორენტებზე ნახვაც არ გირჩევთ ნახეთ ოფიციალურია ხო ეს კავეა როგორც Netflix-ი ყიდულობს რაღაც მგონს ალბათ ამ ტიპის არის ხო ქართულია ხო მაგრამ მე თვითონ ტორენტებზე გაზრდილი ვარ ამიტომ არ ვეგრძვის ოკეი კარგი მეც მივითით იმიტომ რომ მე ის ბუმული დავკარგე მამაჩემმა რო გამომიგზავნა ხო ძალიან მინდა ნახვა თავიდან დიდი სიამოვნებით ვნახავ იმიტომ რომ რაღაც ტიზერი ვნახე როცა ვეძებდი შენს სანამ ვებზადებოდი შენთან ინტერვიუსთვის და უცებ გული გამითვა ის კადრები რო დავინახე და რაღაც მომინდა რომ თავიდან მენახა ეს ფილმი და ვეღარ ვიპოვე მართალი გითხრა ვეძებე მე გვეჟოს მიმოწერაში და ვერ ვნახე და გამომიგზავნე მე კი რა თქმა უნდა და ამ ზეცაში ყურებამ შენ უკვე ჩაგაყენა უკვე სერიოზულად ჩაგაყენა რეჟისორების რიგში რომლებიც დახუმძლული არიან პრემიებით ხო მე ვიცი რომ არგენტინაში და რაღაც ესეთ ეგზოტიკურ ქვეყნებშიც კი გავიდა ხო ეს ფილმი და იქაც აიღო პრიზები აი შენ გამახსენე ხა მე შეიძლება რაღაც აური მაგრამ და სადრა გააკეთა რა რომ ტრიალისად დაატრიალა ხო არა ნუ ჩვენთვის ძალიან მოგვეხმარა ეგ ფილმი ყველას ვინც მაგაზე მუშაობდით იმიტომ რომ ხო ერთი ის იყო რომ ამ ფილმის გამოსვლა დაემთხვა COVID პანდემიას და ცოტა უცნაური დრო იყო მაგრამ ნუ მაინც რაღაცნაირად თავის გზა იპოვა ეგეც აი იმდენად რაღაც ინდივიდებზეა ხოლმე დამოკიდებული ვერასდროს ვერ გაიგებ რა შეიძლება ყველას საინტერესო რაღაცა დაიკარგოს იმიტომ რომ ვიღაცამ რაღაცა არასწორ დროს ჩართო აი სულ რაღაც მაგაზე ბევრს ფიქრობ ხოლმე რომ რამდენი რაღაც შემთხვევითობის რაღაცა რიგი უნდა აეწყოს და შედგეს რომ რაღაცა სადღაც მივიდეს ყოველ წელს რაღაცა რაოდენობის ფილმები ძალიან ბევრ ფესტივალზე მოგზაურობს ანუ და თუ რაღაცნაირად მოხდა ფილმი ამ რაღაცა ჯგუფში მე ერთი ხდება 10 და 10 ხდება 100 ანუ ხო ზვავის პრინციპით არის ხო ხო და ნუ ეგ რეალურად ყველა მიცის ამიტომ შორიდან უფრო ისე ჩანს რა ქვია მნიშვნელოვნად ვიდრე თქვა შეიძლება იყოს სინამდვილეში დიუეს შემდეგი ფილმის კეთებისას თუმცა მაინც ძალიან გეხმარება რა ანუ მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას იმიტომ რომ თქვა ის რომ ჩვენი ფილმი ბერლინის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა იყო რადგან ანუ არც ერთხელ არ გვიფიქრია არც ერთს თქვა მაგ ფილმის კეთებისას ანუ გულახდილად რო თქვა ამ შემთხვევაშიც ეს არის რაღაც აი იმ რამდენიმე ინდივიდის იმ მომენტში გადაწყვეტილება რომელმაც ეგ გადაწყვეტილება მიიღო და ხო ნუ რისიც ასევე ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ იმიტომ რომ ნუ ჩვენი ფილმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ისევ რაღაც ზურგის ქარი იყო ეგ რამაც ნუ მე კი ამ ფილმსაც ნუ ძალიან ისეთი კარგი საფესტივალო ცხოვრებაც ჰქონდა და გარდა მაგისა რასაც ასევე საერთოდ არ ველოდებოდით იყო დისტრიბუცია რაც ნიშნავს რომ უკვე როცა იყიდება და როცა კინოთეატრები აჩვენებენ არა საფესტივალო არამედ ყოველდღიურ ხო უკვე კომერციაში როცა გადადის ხო ხო ამაზეც საერთოდ არ ვფიქრობდით როცა დამთავრებულიც რო იყო მერეც არანაირად არ წარმოგვედგინა რომ ეგ ბედი კიდე ცალკე შეიძლება ამ ფილმს და რაც მაგაშიც მშვენივრად იმოგზაურა ბევრ ქვეყნებში ბევრგან იყო ესე კინოთეატრებში ლიმიტირებული დროით რა თქმა უნდა ვიდრე ხარ რაც ხო ბლოკბასტერებთან და იმასთან შედარებით ჩვენ არ შევდივართ რა თქმა უნდა მაგრამ იმაზე ბევრად მეტი ვიდრე ჩვენ ვიფიქრეთ
სანდრო ეს საავტორო არ გამოდის პრინციპში ხო ის ალბათ პირველი ფილმი უფრო იყო ესეთი არტჰაუსი და რაღაც ესეთი ეს ჩვეულებრივ სრულყოფილი ძალიან საინტერესო ისტორიის მომყოლი ფილმია აი ლამაზად გადაღებული ძალიან ესეთი კლასიკური ჟანრის კარგი ესეთი მაგიური რეალიზმით შეზავებული მელოდრამა რატო არ გეგონათ რო ვთქვათ აი ესე მაინც ეხლა ანუ მაინც ძალიან ნიშური რაღაცა რა ანუ ის რომ ჯერ ერთია რო ვთქვათ შენ თვითონ რა თქმა უნდა არ მე ეხაც მას მე 2019-ში რო იყო ჩვენება მას მე აღარც მინახავს იმიტომ რომ რთულია რაღაც შენ თვითონ ბოლომდე ვერ აღიქვავი ხარ რა არის და როგორია და რეალურად ძალიან რთულია თუ არა შეუძლებელი იმის გამოცნობა წავა მაკეთ თუ არ წავა რაღაცა ხო რა ბედი ექნება ზოგადად ხო ხო ანუ ჩემი აზრით შეუძლებელია მაგის მიხედვით მით უმეტეს როცა არის თქვა რაღაც სადიპლომო ფილმი ძალიან პატარა არ არის ძალიან პატარა შანსია რომ თქვა რაღაც მაგ დინებაში მოყვეს. ამიტომ ხო, მაგის ის არ ქონდა. უფრო რაღაცა ბევრად მოკრძალებულ ბედს ველოდებოდით მაგ ფილმისთვის. და ისედაც საერთოდ მე სულ ვცდილობდი რომ საერთოდ არ მეფიქრა მაგაზე. მაგრამ ხანდახან მაინც ახლა გიწევს. ანუ შენთვის თავარი არის რაღაცა პროდუქტი გააკეთო და მე იმას რა ბედი ეწევა არ გაინტერესებს თუ როგორ არა როგორ მაინტერესებს რა თქმა უნდა რომ მაინტერესებს ისევ ერთის ხრივ იმიტომ რომ რაღაცაში რომ დებ ყველაფერს რაც გაგაჩნია გულისხმობ რაღაც ფიზიკურ და სულიერ სულიერს და ზოგჯერ რაც გაგაჩნია ფიზიკურადაც ისედაც ხო ნუ არის შემთხვევები ხო კი ხო რა თქმა უნდა გინდა რომ მივიდეს მაყურებლამდე თუმცა ნუ მაგის განსაზღვრა წინასწარ ანუ რაც მე ვცდილობ ხოლმე რომ მაგაზე ფიქრში არ დავხარჯო ის დრო რომელიც შემიძლია თქვა ფილმს მოახმარო ანუ და თქვა რაღაცა ისედაც ძალიან ბევრი სანერვიულოა და თქვა მაგაზე არ ვინერვიულო თუმცა რა თქმა უნდა რომ გეფიქრება რაღაცა ზურგის ტვინში გეზგიდებს რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ხო კი ანუ ნუ რა თქმა უნდა იმაზე ფიქრობ და გინდა რომ მაყურებლამდე მივიდეს ფილმი რა მაგას არ გულისხმობ რომ ამაზე არ ვფიქრობ უბრალოდ ვცდილობ ხოლმე რომ რაღაც ოცნებებს არ გავყვე და რაღაცა იმ ნერვიულობას რომ თქვა ასე იქნება თუ ისე იქნება ანუ თვითონ ის რო კინოს ხო ნუ იმაზე არ ფიქრობ შენ ახლა რამდენ პრინცს აიღებს და სად წავა და როგორი ხო გასაგებია ხო მაგრამ ბოლო ანუ თქვა იმისთვის რომ ყოველი ფილმი რაღაცნაირი მნიშვნელობა აქვს ყოველ ფილმს იმისთვის თქვა შემდეგ ფილმზე ისი საშუალება გექნება ხო ამიტომ დობის ფაქტორი იზრდება ჯერ ერთი ყველაფერს დავიდაო ზუსტად ხო ამიტომ ეგ ფილმიც იყო თქვა დიდი დახმარება მე იმისთვის რომ თქვა გამეკეთებინა შემდეგი ფილმი რომელსაც ესე როგორც პროექტს ძალიან ბევრი სარისკო ისევ რაღაცა ის მხარე ქონდა რა და ეს ფილმი გახლავთ ხმელი ფოთოლი კი რომელიც გამოვიდა წელს რამდენადაც მე ვიცი. კი, 13 აგვისტოს ქონდა პრემიერა. 13 აგვისტოს. პრემია სად ქონდათ თბილისში? არა, შვეიცარიაში ლოკარნოს ფესტივალზე ქონდა. ლოკარნოში, სადაც შენ აიღე ერთ-ერთი მთავარი პრიზი და ყველაზე პრესტიჟული პრიზი მე თუ მკითხავთ, ეს არის კინოკრიტიკოსთა პრიზი, რამდენადაც ვიცი, ხო? აი ამაზე კინოკრიტიკოსთა პრიზი. ყველაზე პრესტიჟული არ ვიცი, ან ჩემთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი პრიზია, მაგრამ ხო, ნუ ეხლა უფრო მნიშვნელოვანი. იმიტომ ვამბობ, რომ კინოკრიტიკოსები ისევ იმეორებს ძალიან ოხერი ხალხია, შეუძლიათ გზა გაგიშალონ წითელი ხალიჩა შემდგომი ცხოვრებისკენ და მეორე შეუძლიათ ხრამში გადაგაგდონ ისე რომ საერთოდ აღარ მოგინდეს კინოსკენ გახედვა და აქედან გამომდინარე ერთ-ერთი ისეთი რთული ასაღები და მე ასე ვთვლი რომ ძალიან პრესტიჟული პრიზია და ეს პირველივე ჩვენებაზე შვეიცარიაში ეს აგერ ერთი თვეც არ არის ჯერ გასული მოხდა ეს ამბავი ეს უკვე არის შენი ფაქტიურად აი მაგ ოთახში ვინც ცხოვრობთ მაგ სახლში მათი
როგორც ვიცი ყურმოყრით, იმიტომ რომ ისევ გიორგი შენი ძმა არის კომპოზიტორი, დედმამა არის მთავარ როლში, შენ ხარ სცენარისტი, შენ ხარ რეჟისორი. და ფილმი ისევ გადაღებულია, ეხლა გააგრძელე შენ. ხო, იგივე კამერით, რომლითაც გადავიღე პირველი ფილმი. ეს არის პირველი ფილმი იდეაში, რომელიც გადავიღე როგორც არასტუდენტმა, ანუ იდეაში დებიუტი იქნებოდა წესით, რომ არა თქვა წინა ფილმები, რომლებიც ასევე უკვე დებიუტში გადის, მაგრამ ხო, რომელიც გადავიღეთ იმ წარმოების რეალობაში, რომელიც არის უკვე ჩვეულებრივი კიდო, რაზოც. ხო. თუმცა იმიტომ რომ იყო ძალიან პატარა ბიუჯეტის ფილმი და თვითონ წარმოების ხრივ ძალიან განსხვავებული, იმიტომ რომ როგორც შენ თქვი, ჯგუფი იყო სულ 3 ადამიანი, მაინც სხვა კონკურენცია და სხვა რეალობა იყო რა, ეხა და მან იყო რაღაც ორი ეგეთი არჩევანის წინაშე ვიდექით, რომ თქვათ ამ ფილმის, წინა ფილმის რაღაცის აი ტალღა თქვათ, რომელიც მოგცა აი ქუთაისში გადაღებულმა ფილმმა, რა შეჯობია რომ თქვათ გამოვიყენოთ რაღაცა კიდევ უფრო დიდს შევეჭიდოთ და მაგის რაც ნუ უფრო ლოგიკურად ჟღერდა თითქოს მაშინ და იქნებ მაგაში მოგვეხმაროს თუ თქვათ ისეთ რაღაცას მივახმაროთ, რაც ამის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. აი ამ წინა ფილმის წარმატების ხო, რა დობის გარეშე, რომელიც თქვა წინა ფილმმა გააჩნია თავის დროზე, ხო? ხო. და ნუ მე ისედაც ძალიან მონატრებული მქონდა უკვე რაღაც ეგრე მუშაობა იმ ძველი კამერით ჩემებთან ერთად. და ნუ ვიფიქრე რომ ეგრე აჯობებდა რა, რომ ისევ კიდე რაღაც ისედაც რაღაც ეგ წარმოდგენა რომ რაღაცა კიბეა და რომელზეც უზემოთ ნახველი და სუნდა ზარდო ყველაფერი სანამ არ გასკდება, ისედაც არ მომწონდა და ვიფიქრე რომ რაღაც ესეთი უფრო რაღაც ტალღური რაღაც ფორმა, რაღაც კინოს კეთების შეიძლება უკეთეს ყოფილიყო რა და რაღაც ეგ ნდობა გამომეყენებინა იმაში რომ თქვათ გადამეღო რაღაც რაცაც ხარს დაუჭერდნენ თქვათ ფონდები, იმიტომ რომ წინა ფილმიდან მქონდა ეგ ნდობა. და ისევ გერმანული ფონდი არის World Cinema Fund და კინოცენტრმა დაგვაფინანსა საქართველოს კინოცენტრმა და თუმცა ნუ ეს შედარებით ისევ მაგას ვამბობ რომ ეს არ იყო კლასიკური კინოს დაფინანსების რაღაც ძალიან რთული და გრძელი გზა, როგორც წლები აფინანსება ხოლმე. ფილმს იმიტომ რომ ძალიან პატარა ბიუჯეტის ხო. ფილმია და ნუ რეალურად შეიძლება სხვა გადაღებაზე ერთ დღეში დახარჯო ეგ რაც ჩვენ მთელი ფილმი დაგვიჯდა. ნუ იმიტომ მათ რაც შენ აღნიშნე, ანუ ყავს ორი პროდიუსერი გერმანიიდან და ნუ დანარჩენი არის ჩვენი სახლი, მე ვიყავი პროდიუსერი საქართველოში, ოპერატორიც, მონტაჟიც, რეჟისორიც და სცენარისტიც. ხო. მამა ჩემი მთავარ როლშია და თან საჭესთან იჯდა, იმიტომ რომ ეს არის ფილმი ძღოლის ხელფასსაც იღებდა ესე იგი. რომელიც გზას მიუყვება და ნუ ერთი მანქანით ვიყავით და ვიღაცას უნდა ეტარებინა, არც მე არ შემოძმა ტარება არ ვიცით და ხო, ნუ საკმაოდ დამღლელი იყო კვეჟოსთვის, იმიტომ რომ რთულია თან ატარო მანქანა, მე გაჩერდე, ითამაშო, მე ისევ ატარო და მთელი დღე ესე იყო თვეების განმავლობაში. მაგრამ ნუ ხო როგორ იყო ეს, როგორ გატანჯეთ ჩემი ძმაკაცი, რამდენი თვეა წაწვალეთ? რამდენი ხანს გაგრძელდა გადაღება? დიდი ხანი 2 წლის განმავლობაში 2 სეზონი ვიღებდით, ზაფხული და შემოდგომა 2022-ის და მერე ზაფხული და შემოდგომა 2023-ის. მაგრამ ნუ ეს არ იყო თქვა ყოველ დღე, მაგრამ ბევრი ახლობებით ალბათ ერთი 120-130 დღე მაინც იყო ალბათ. მაგრამ ზოგი დღე იყო რომ შეიძლება გადაგვიღო 2 კადრი, 1 კადრი
ცოტა. მე შემდეგ დღე შეიძლება ბევრი გადაგვეღო. მაგრამ ეს არ იყო თქვა კლასიკური გადაღება დღე რო დილის 8-დან საღამოს 6-მდე თუ 7-მდე მთელი დღე რო იღებ, ანუ. ეს კამერა, რომლითაც შენ ეს ბოლო ფილმი გადაიღე, არის ის კამერა, რომლითაც შენ პირველი ფილმი გადაიღე. და ეს შენახული ქონდა თუ იყიდე თავით? არა, ის მაშინვე, მაგრამ იყიდება, eBay-ზე იყიდება. საერთოდ სხვადასხვანაირად არის ხოლმე. არის 30 ევროთ, 40 ევროთ უცებ, ვიღაცას 200 ევროთ უდევს. იმიტომ რომ ზოგს ძალიან ხელუხლებელი აქვს შენახული. ზოგს აქვს ხოლმე რაღაცა ნაწილები, მაგრამ ნუ ბევრია რა. ხო, ისროა მოგინდეს. ხო, ყიდულობ ხოლმე 3-4-ს და მე ხან ერთი არ მუშაობს რაღაცა, მაგრამ ნუ ჯამში მაქვს. და რამდენ ხანს იწერს, რამდენი აქვს ის მეხსიერება არ ექნება დიდი მაგას, ხო? ალბათ ეგრევე კომპიუტერში. არა, ანუ ბარათი იდება, რომელიც არის 2 გიგაბაიტიანი, მაგრამ თვითონ ფაილები არის ისეთი პატარა. ხო, იმიტომ რეზოლუცია აქვს დაბალი. ხო. ანუ თითქმის მთელი დღე არ ვცვლი ხოლმე რა. ფარავს. თუ რაღაცა ძალიან ისეთი დღე არ არის, რომ საათები იღეან რაღაცა და არც ჯდება რა, ანუ. ხო, რესურს არ ხარჯავს არაფერს. აბა ჩემ კამერას ვჩავდა ხოლმე ხელდება ისე და რა ქვია მოდელს რომ მე მოვძებნო და უბრალოდ დავდო იმაზე. ეს არის Sony Ericsson W595. ოკეი. და გადაიღეს შენ ეს დაამთავრე, ესე იგი, ფაქტიურად შენ რა თქვი 22-23 წელი იღებდი, მე ალბათ 24 მონტაჟი 20, ხო? ხო, აი მონტაჟი უკვე ძალიან დიდი ხანი ვამონტაჟებდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი მასალა მქონდა. და გარდა მაგისა უკვე ხო, ისე აირია საქართველოს სიტუაცია, რომ ძალიან რთული გახდა. მონტაჟს შენ იცი, რომ ძალიან დიდი სხვანაირი კონცენტრაცია ჭირდება. ხო, აბსოლუტურად სხვა. მით უმეტეს, როცა დიდ მასალას ამონტაჟებ, რაღაცნაირად სულ როცა რაღაც აი საათებზე რო არის და რაღაცნაირად სულ ბევრი რაღაც უნდა გახსოვდეს და კარგია, რომ იდეაში მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად მაგაში იყო და უცული იყო, ამით რომ მე კარგი მახსოვრობაც გჭირდება, ეხლა მე მაგალითად რაღაცა მასალებს ეხლა მე რას ვაკეთებ, მაგრამ ნუ თქვათ რაღაცა ვიდეოს როცა ვაკეთებ, რაღაც თხრობა როცა მაქვს რაღაცა ფაქტებზე და იმაზე მაქვს მასალები და მაინც და მაინც იმ საჭირო მომენტში, როდესაც ჭირდება თქვათ რაღაცა კადრი და ვიცი რომ რომელიღაცა დიდ ფუტაჟში არის ეს კადრი, აი შეიძლება 1 საათი მოვანდომო იმის პოვნასო და იმას მაგას ვამბობ რომ ამ ხელა მასივი როცა გაქვს მით უმეტეს ათეულობით კი არა რამდენი საათი ქონდათ გადაღებული 2 წელი იღებდით ხო ნუ მე მონტაჟმა ეგეც მასწავლა რაღაც წესრიგი და ამ რაღაც მოთმინება ჭირდება ნერვები ჭირდება და ყველაფერი ხო დახარისხება და იმიტომ რომ მან თუ ერთხელ თუ ქაოსი შეგექმნა მე ვეღარაფერს ვეღარ იპოვი და რაღაც ეგეც მე ბევრ რაღაცაში მადგება ხოლმე იმიტომ რომ რაღაც მაგას რო ისწავლი რაღაც დახარისხებას და მოწესრიგებულად რაღაცის კეთებას მე ყოველდღიურობაშიც გადგება მაგრამ ხო მონტაჟი უფრო რთული იყო ამ ფილმის ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი ეტაპი ძირითადად ერთი იმიტომ რომ რეალურად ნუ რთული მასალა იყო თქვათ გამომდინარე რაოდენობიდან და ხასიათიდან ასევე მასალის მაგრამ ყველაზე რთული იყო აი ამ პერიოდში მუშაობა რა როცა ნუ ხო გარეთ რა ხდება და ამ დროს შენ სხვა რაღაცაზე ხო შენი თაობის ხალხი სხვა რაღაცაზეა კონცენტრირებული და დაჟილი და შენ ამ დროს ხო რაღაცა სხვა უნდა აკეთო. ხო და ნუ რაღაც პერიოდები შეუძლებელი იყო ეხა მუშაობა როცა ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი 24-ის, ნუ 24-ის და მე უკვე ნუ ცხადი იყო რომ ნუ დაწყებული მქონდა, მაგრამ მანამდეც ხო ჩვენ რაღაც ვიწყებთ ხოლმე წინა 24-ის გაზაფხულიც ხო საგიჟეთი იყო აქ და მაშინაც გვცემდნენ და გვიჭერდნენ და ყველაფერი. მაისიდან ხო პირველად როცა ეს კანონი აი არჩევნებამდე მე პატარა პაუზა იყო და იქ აი ზაფხული და ის შემოდგომა სანამ
მე 28 ბედკრული 28 ნოემბერი, როცა გითხრეს, რომ ევროპა აღარ გვჭირდებაო, ხო? ხო. ამიტომ ხო მე ისევ დაიწყო ეგ ამბები და ნუ შეუძლებელი იყო ახლა მაგ დროს. მაგრამ ნუ მე ნელ-ნელა რაღაცნაირად ყველამ ვისწავლეთ, როგორც ახლა დღეს არის, ხო, რომ ნუ დღის განმავლობაში რაღაც ვცდილობ, რომ საქმე გააკეთო და საღამოს წახვიდე ისე რუსთაველზე, იმიტომ რომ ნუ თავიდან რაღაც ყველას რაღაც მეტნაკლებად ეგონა, რომ შეიძლება რაღაც გონიურულ დროში რაღაც გამოვიდეს, მაგრამ ნუ ახლა უკვე მართლა თვეებზე და თითქმის 1 წელია ეს, რომ გრძელდება, რომ ქუჩაში ყოველდღიურად გავართ. თან რაღაცაც უნდა ვაკეთოთ. და იმასაც ზუსტად ხვდებოდი, რომ იდეაში მაგათაც ზუსტად ეგ უნდათ, რომ საერთოდ არაფერი აღარ გაკეთდეს და ყველა სტაგნაცია იყოს ყველა მიმართულებით. მიაშტერდეს მაგას, რომ აბა მეც შემდეგს რას იზავენ და თან ძალიან მომეხმარა ეს ფილმი, იმიტომ რომ რაღაც ამ საგიჟეთში ხანდახან რაღაც ჩემს საქმეს უბრუნდებოდი ხოლმე და ცოტა რაღაც გადართვის ისიც მქონდა, რომ ხო, საშუალება. და შენ დაამთავრე ეს ფილმი წელს დაამთავრე ზაფხულში ალბათ, ხო და მე და გავიდა პირველი ფესტივალი იყო, ახლა ეს ლოკარნო იყო. პირველი იყო, ხო. შერჩევა მოხდა, ესე იგი შენ გააგზავნე ეს ფილმი და შეარჩიეს საკონკურსოდ, თუ აი როგორ იყო ეს სამზარეულო კარგად არ ვიცი, აი როგორ. იცი როგორ არის? ეგ ახლა ვინც მაღაზიაში მუშაობენ ფესტივალებზე და ასე შემდეგ, ნუ მაგათ საქმე ეგ არის, რომ სულ იცოდენ ვინ რა ეტაპზეა და რას ამთავრებს და როდის იქნება, თქვა შემდეგი რაღაცა. როცა თქვა უკვე იცნობ და გიცნობენ რა და ამიტომ როცა თქვა ჩვენ რაღაც დონეზე რო ვიყავით უკვე მისულე, იმიტომ რომ დიდი ხანია, ნუ ბევრჯერ მანამდე წესი ჩვენ უფრო ადრე უნდა დაგვიმთავრებინა ეს ფილმი და ნუ რაც თქვი ახლა იმ მიზეზების გამო გაიწალა, მაგრამ მანამდეც უკვე არაერთხელ თქვა უკითხიათ ვიღაცებს, რომ აბა რას შვებით ხო არ გექნებათ რამე თქვა შემდეგი ფესტივალისთვის ან შემდეგისთვის და მე როდის იყო თებერვალში ვიყავით როტერდამში არის ძალიან კარგი ფესტივალი და მან დააქვთ კიდე აი ესეთი work in progress სექცია, სადაც თქვა შენ დაუმთავრებელი ფილმის მიმდინარეების ხო ხო რაღაც ნაწილები შეგიძლია აჩვენო და მე შეხვდე ადამიანებს ვისაც აინტერესებთ ეს და იქ ვიყავით და ნუ აჩვენეთ რაღაც 9 წუთი პატარა ნაწილი და მე ვიღაცებს ასევე შევხვდით ვისაც ვინც უკვე გითხრეს რომ ამა და ამ ვადებში თუ გექნებათ მზად ჩვენ სიამოვნებით შევხედავთ ახლა ვერავინეს დაგპირდება ფილმის უნახავად თქვა რაღაც 9 წუთით რო აიღებს, მაგრამ ნუ რაღაც გეუბნება რომ ინტერესი მაქვს და ეგ კარგი იყო, იმიტომ რომ მაგან რაღაცნაირი დედლაინები მოგცა, რომ გითხრეს რომ ამა და ამ რიცხვის მერე უკვე ვეღარ ვნახავთ, ან მანამდე თუ მოგცა ვნახავთ და ანუ სტიმული იყო ხო, რო გაიგე. ხო, სტიმული იყო იმის ნახვა, რომ ზოგადად აინტერესებთ და თან რაღაც ამ დროის ისიც რო გავიგეთ, რომ აი ამ დროში თუ მოვასწარით მე ვთქვა ამის შანსი გვაქვს. და ხო მაგის მერე ნუ კიდევ უფრო აქტიურად დავიწყე მონტაჟიც, მე თან ჩემი ძმა ხმაზე მუშაობდა, თან მუსიკაზე მუშაობდა და ნუ იქ უკვე რაღაც პარალელური პროცესი იყო რა. იმიტომ რომ ფილმის რაც უფრო მთავრდება ხოლმე, უფრო მეტი და მეტი რაღაც პატარა დეტალი იჩენს ხოლმე თავს, რაც არის გასაკეთებელი. პოსტ უკვე შემდგომ დამუშავების მომენტი. გახმოვანება, ტიტრები, სუბტიტრები, რაღაც მილიონი რაღაც არის ხოლმე და როგონია რომ მორჩი თურმე ახლა იწყებ რა. მე რა მაინტერესებს იცი, რაღაც კორექცია ექვემდებარება, თქვა აი ამ ხარისხით გადაღებული ისა, რომ რაღაც ერთ იმაში იყოს, ერთ სტილში, ერთ ფერში, ერთ გამაში იყოს ეს ყველაფერი, რომ რაღაც ეს ხასიათი დარჩეს, ხო? იმიტომ რომ იქ ისეთი ნახტომები შეიძლება გააკეთოს კამერამ, რომ ტექნიკური იმას ვამბობ, მაგრამ ეს ტექნიკური საკითხი მე მაყურებელზე მოქმედებს, ხო? აი ჩართულობაზე თვითონ ამ იმის, ხო და ეს ეგ როგორ გადაწყვიტე, ეგ მაგია როგორ ჩართე მანდ. ხო, იცი რა, აი მაგ კამერას, ნუ როგორც
თქვი მაშინ ცოტა ხნის წინ, რომ ძალიან კარგად ვიცნობ, იმიტომ რომ 2009 წლიდან მაქვს და მას მერე ძალიან ბევრს ვიღებ. გარდა იმისა, რომ თქვა ფილმი გადავიღე მაშინ და რაღაცა ისედაც სულ თან მქონდა და ძალიან ბევრ ფოტოს და ვიდეოს ვიღებდი და რაღაცნაირად ვისწავლე მოპყრობა მაგ ტექნიკასთან. ანუ ძალიან საინტერესო კამერა არის ეგ თვითონ, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაბალი რეზოლუციის არის, ძალიან საინტერესოდ მუშაობს შუქთან და ფერებთან. და ჩემი გაგებით ძალიან საინტერესო გამოსახულებას ქმნის, რომელიც მარტო მაგისია რა, ანუ სხვა კამერა და მარა იმისთვის რომ თქვა რაღაცა ეხლა როგორც ჩვენ თქვი ანუ რაღაც განგრძობითობაში მიიღო ის რომ სულ მეტნაკლებად საინტერესო იყოს მაგისთვის უკვე საჭიროა ეს რაღაც გამოცდილება რა რომელიც მე უბრალოდ დამიგროვდა იმიტომ რომ 2009-დან გავიდა რამდენი 16 წელი ხო და ნუ ეს დროა ძალიან ყოველ დღე სულთან მქონდა როგორც ტელეფონს ისე ხმარობდი მაგას 2019-მდე და მაინტერესებს ეხლა და დავძებნო კლაინანცაიგენში თუ არის გამოვიწერო ერთი და რაღაც ის მიკნა გაჩუქებ მე ერთს ვისწავლე აი დღის რომელ მონაკვეთში რომელზე განათება ღრუბელი რაღაც მაგის თორე ეგ თეთრის ბალანსის დაყენება და ზედმეტი ამაზე ლაპარაკობ. არა, ნუ მაგას აქ რაღაც რამდენიმე ფუნქცია აქვს, რომ ან ლურჯი უნდა იყოს, ან წითელი და ან თბილი, ან ცივი, ხო. ხო, შუქსაც აყენებ, მაგრამ ისიც არ არის მდგრადიანო და აი რაღაც ეგეც ხიბლი ან მოძრაობს სულ იმის მიხედვით, რამდენად ბნელია ან არაბნელი მისი წარმოდგენით. და ნუ ეგეც არის ერთ-ერთი საინტერესო, რასაც ეს კამერას უაკეთებს, იმიტომ რომ სულ იბრძვის, რომ გამოაჩინოთ მეტი და ნუ სულ მოძრაობს. ხო. ეგ რაღაცა ერთ-ერთი საინტერესო ეფექტია, რაც აქვს რა. და რა ეხლა მოდი გიორგის კითხავ, გიორგის შენი უმცროსი ძმა, რომელიც უკვე მეორე ფილმის თუ პირველ ფილმში თუ აბა პირველისთვის პატარა იყო ძალიან მეორე ფილმის კომპოზიტორია. მე ვიცი რომ გიორგი ჩამონდის ჩვენთან ჰამბურგში გემზე, ძველი გემია, სატვირთო გემი, რომელშიც მოწყობილი არის ეს მუსიკალური სცენა და ძალიან კარგი გარემოა რა მოკლედ იქა და რამდენად ადვილი არის ოჯახის წევრებთან ერთად მუშაობა. რა სპეციფიკა? ვიცი რა, ჩემთვის, ანუ ეგ ალბათ ყოველთვის რაღაცა ინდივიდუალური, ანუ ჩემთვის მარტივი იყო, რა ვიცი, პირიქით, ანუ ეხლა ჩემ ძმასთან ერთად განსაკუთრებით კომფორტულად მუშაობ, იმიტომ რომ ნუ თქვენ წლებია უკვე ხო. ხო, რაღაც ერთად მუშაობთ, ბევრ დროს ვატარებთ ერთად და რაღაც გვესმის ერთმანეთის. და ნუ თვითონაც იცის ეხლა თავის საქმე. არც თქვათ იმაზე არ მქონია ეჭვრო თქვათ მამა ჩემს უნდა ითამაშა თუ არა მთავარი როლი. მით უმეტეს ამ ფილმში რა, ეხლა თქვათ წინა ფილმში, სადაც რას ხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ. როგორც შენ თქვი, დათოც არის და ირინაც, მაგრამ იქ პატარა როლები აქვთ. რაღაც მხრივ საკმარისი იყო, იმიტომ რომ როცა არ გამოგიცდია მანამდე რას ნიშნავს დიდ ჯგუფთან მუშაობა, რთულია და სტრესული შეიძლება იყოს ძალიან. იმიტომ რომ რაღაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობის წინაშე დგები, რომ ამდენი ადამიანი რაღაცისთვის ემზადება მთელი დღე შეღებეს, დააყენეს, იმას ქნეს და ამდენი ნატურა განათებს ახლა შენ და უნდა იმას ქნა, გააკეთო ყველაფერი სწორედ, თორე ყველაფერი გაფუჭდება და თან მშობელი ამას რაღაც 10 მაგი პასუხისმგებლობით იღებს რა და რაღაცა პატარა როლისთვის კაი იყო, მაგრამ თქვათ ახლა დიდ რაღაცას, ანუ უკვე რაღაც გაწირავ პრაქტიკულად ადამიანს მთელი ის რომ იცი. ოღონდ ახლა ასაკში შევედი ძმა, ეგრე აღარ არის. ძალიან ამოდი ყველაფერი ერთად გააკეთე, მანქანაც ატარე, როლიც ითამაშე, ხო? მაგრამ არა, იმას ვამბობ, ანუ უფრო როცა თქვათ ჩვენ ვიყავით, როცა პატარა ჯგუფი როლი კი არ იყო, როლი დიდი იყო, მაგრამ გარემო იყო უფრო 7, იმიტომ რომ თქვათ მე, მამა ჩემი და ჩემი ძმა ვიყავით ძირითადად და ძირითადად კი არა, სულ, ნუ თუ სადღაც ვიღაცა არ შეხვდებოდა კიდე,
ამიტომ ეხლა რაღაც სტრესის მომენტი რო აი რაღაც არ გამომივიდა და ისა ხო ვიღაცასთან ვალდებული არა ხარ და ხო და მაგიტო ეხლა დათოსთვისაც არ იყო ეგ რაღაც ისა რა რა თქმა უნდა ხანდახან მქონდა ხოლმე ხან ეხლა ზოგადად რთულია მე მაგალითად ძალიან მიჭირს კამერის წინ დგომა და ადამიანი იმ წამსვე იცვლები ხო როცა რაღაცას უნდა ითამაშო ან რაღაცა რთული არის როგორი პატარა ჯგუფიც არ უნდა იყოს და რაღაც მაგისტვის რაღაც დრო დაგჭირდა რომ სწორი თქვა რაღაც ტონი და სწორი განწყობა გვეპოვა მაგრამ მე იდეაში ძალიან საკმაოდ მარტივად გამოდიოდა ხოლმე ყველაფერი როცა მიხვდა თქვა როგორი ხმით უნდა ილაპარაკოს როგორ უნდა მოიქცეს ინტონაციო ყველაფერი ხო ნიჭიერი კაცია ეხლა ვერ დაუკარგავ სანდრო ახლა რა ბედიელის ამ ფილმს სად წავა რასიზამს არის თუ არა დაინტერესება თქვა სხვა ფესტივალებიდან და რა შერას ფიქრობ როგორ უკვე პირველი სიფთაც რო ეძახიან ხოლმე ჩვენს ახალგაზრდობაში იყო ეგეთი გამოთქმა ფანტასტიკური იყო იმიტომ რომ მართლაც პირველივე გასროლაზე მიზანში გაარტყა და აი ახლა სადმე აი ტექნოლოგია როგორია ახლა სადმე აი შეამჩნიეს ლოკარნოს ეს პრიზი და თქვათ ვიღაცამ მოითხოვა რომ აი ჩემს ფესტივალზეც მინდა თუ როგორ ხდება ეს ხო არის ფირმა რომელთან ერთადაც ჩვენ მუშაობთ რომელიც მუშაობს სპეციალურად მაგაზე რომ ამ ფილმის ერთის მხრივ საფესტივალო გზაზე იზრუნოს და მეორეს მხრივ იმაზე რომ შეიძლება თქვა სადღაც დისტრიბუციაც კონდეს გაქირავებაში და ხო ანუ თქვა რატო არის მნიშვნელოვანი თქვა პრემიერა ისეთ ფესტივალზე როგორც არის ლოკარნოს ფესტივალი ერთ-ერთი მიზეზი არის ეგ რომ იქ ყველა ვინც უნდა ნახოს ფილმს ნახულობს ან თუ ვერ ნახულობს ყოველ შემთხვევაში იცის რომ ანდარი და გთხოვს რომ მაჩვენე ამ გულით ან რამენაირად და ანუ რაღაც ეს ინტერესი თავისთავად ჩნდება და ნუ ეს ფილმაც რომელიც ასევე იქ შეგხვდა რასაც ვამბობდი როტერდამში ხო რომელმაც მოგცა სტიმული გაკეთების დამთავრების ხო ეს ხალხიც ეს კომპანიაც გავიცენთ ბერძნული ფირმა რომელიც აი მაგაზე მუშაობს რა მაგათი საქმე ამ შემთხვევაში ეგ არის და არის ანუ ბევრი ადგილი ვიცით სადაც იქნება ეხა 7-ში არის პრემიერა ჩრდილოეთ ამერიკის პრემიერა არის ტორონტოში 7 სექტემბერს რაც ნუ ძალიან კაია, იმიტომ რომ ყველაზე მაგ კონტინენტის მხარეს არის მთავარი ფესტივალი და მნიშვნელოვანი და კარგი იყო რომ მანდ არის. და რაც ეგეთი ფესტივალების პლუსი ის არის რომ ზუსტად იცი რომ ბევრი ადამიანი ნახავს. ახ გუშინ გამომიგზავნა ვიღაცამ ახლობელმა რომ უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია. ჩვენებებზე მარტო ჩვენ ფილმზე კი არა თითქმის ყველა ფილმზე რა. აი როგორც ჩვენთან არის ხოლმე რომ ანუ უბრალოდ ჩვენთან რა თქმა უნდა პატარა მასშტაბში არის, მაგრამ თბილისის კინოფესტივალზე ბილეთს ვერ აიღებ, იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ ყველა ფილმი სანახავია პრინციპში. ხო და ყველას უნდა კინოში წასვლა და ყველას აინტერესებს და ხო, რა ეგ რაღაც კარგია, რაღაც ჩემთვის ეგ არის. მაყურებლებს შორის შეიძლება იყოს აღმოჩნდეს ესეთი ადამიანი, რომელიც მე კიდე უფრო რაღაცა წინ წაწევს თქვა და ხო. კი და უკვე თქვა ვიცით აზიაში სად იქნება და ასე შემდეგ თქვა რა, ანუ რაღაც უკვე იპოვა ფილმმა ასე თქვა თავისი ანუ წავიდა უკვე დაგორდა როგორც ჩვენ თქვი ზვავივით, პატარა ზვავი უკვე ნელ-ნელა გაიზრდება იმედია და იმედია კი არ დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად. სანდრო მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, აი ძალიან მიხარია შენი წარმატებები, იმიტომ რომ რა ვიცი ჩვენი მეგობრები შვილები ყველა ერთნაირები არიან, რაღაც ყველა რაღაც წარმატებულია, ყველა რაღაც აგერ ირაკლისთან მქონდა ნასიძესთან ინტერვიუ ალბათ ნახე ხო ისიც საოცარი
საოცრად წარმატებული ახალგაზრდაა და რა ვიცი, გახარებული ვარ ხოლმე თქვენი წარმატებებით, თქვენს ოჯახურ კოლექტივს, რომელიც ალბათ ჯერ კიდევ რაღაც საინტერესოს გაგვიკეთებს მომავალში. ვეცდებით. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო. ვადლობთ.